მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჩემ ღამის ლაივებს. და როგორც ყოველთვის ეს უკვე 35 ლაივია. 36 ლაივი იქნება სპეციალური, სადაც მოგიყვებით სუთა პოლიტიკური იქნება, არაფერ ეკონომიკაზე არ ველაპარაკებ. 36 ლაივზე მოგიყვებით თუ რას ვაკეთებდით, რა გავაკეთეთ, რას ვაკეთებდით მთელი ეს 3 წელიწად ნახევარი პარლამენტში. თუმცა დღეს ჩვეულებრივი ღამის ლაივია, სადაც მინდა ვილაპარაკო ნარკოპოლიტიკაზე, ზოგადად რა მოხდა, როგორ ჩამოყალიბდა ის ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახლა ასეთ ამა თუ იმ ფორმით გვაქვს, რა იყო ასე ვთქვათ მიზეზები, როგორ გზა გაიარა ჩვენთან რატომ მივედით იქამდე სადაც ვართ და ასე შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ჩემი ლაივები გრძელდება მანამ სანამ 100 ლაიქი იქნება. ვინაიდან 35-ია დღეს როც არ იყოს ლაივი 36-ს მაინც ჩავატარებ, მაგრამ ზოგადად თუ გინდათ რომ ჩვენი ლაივები გაგრძელდეს, დაალაიქეთ, ბუნებრივია თუ მოგწონთ. ასევე დააკომენტარეთ ხოლმე ლაივის ბოლოს YouTube-ზე, იმიტომ რომ მე კომენტარსაც ვკითხულობ და მაინტერესებს როგორც თქვენი აზრი, შეფასება, ასევე თქვათ რაღაც იდეები მომავალი ლაივებისთვის. დავიწყოთ მაშინ და სანამ ხალხი ნელა გვიერთება, მე ასევე YouTube-ზე გავუშვი გამოკითხვა და მაინტერესებს თქვენი შეხედულება ზოგადად ნარკოპოლიტიკისადმი. იმედია, მე რაღაც მომენტში გავაჩერებ ამ გამოკითხვას, როცა დავინახო, რომ მაგალითად 100 ადამიანამდე რო უპასუხებს, გავაჩერებ გამოკითხვას და ხელახალ გამოკითხვას გავაკეთებ უკვე ბოლოსკენ. უბრალოდ მაინტერესებს როგორ შეიძლება თქვენი პოზიციები იმის შემდეგ, რასაც მე მოვყვები. კარგი, დავიწყოთ მაშინ. ზოგადად თავარი იდეა ნარკოტიკების, ნარკოპოლიტიკის და ამ თემის იგივე რაც არსებობს პრობლემის, უკვე შეიძლება მოსაწყენი არის, მაგრამ როგორც ყოველთვის სიტყვებში მდგომარეობს. ისევ და ისევ სიტყვების გამოყენება რომ იყოს კორექტული, ბევრი პრობლემა არ იარსებებდა. აი მაგალითისთვის და ყველაზე ნათელი რაც შეიძლება ვთქვათ არის ის რომ თვითონ ნარკოტიკებს რო ვიყენებთ სიტყვას სულიად განსხვავებულ შინაარსის რაღაცებს გულისხმობთ. მაგალითად ექიმისთვის, ნარკოლოგისთვის ნარკოტიკია მათ შორის რა ვიცი, შეიძლება იყოს ალკოჰოლი, თამბაქო, ჰეროინი, კოკაინი, ყავაც ჩვეულებრივი ნარკოტიკია. მე ვარ ყავაზე, კოფეინზე ნარკომანი, შეიძლება ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ჩემი დილა იწყება გზით ყავისკენ. ანუ ყავა სადაც არის, იქითკენ მივდივარ რაღაცნაირად დილას. და სანამ ეს გზა არ იქნება წარმატებულად დასრულებული და სანამ ყავას არ დავლევ, ზოგადად მთელი ეს დანარჩენი ყველა პროცესები, რაც არ უნდა ჩავიდინო, არის ავტომატურ რეჟიმში. და მე ყავას რო დავლევ, მე იწყება ჩემი დღე. ასე ვცხოვრობ ბევრი წელია და რაღაცნაირად პრინციპში არანაირი პრობლემა არ მაქვს, რა ვიცი, მე არჩივი ვარ, ხო, მაგრამ ტექნიკურად მე მაქვს რაღაც ტიპის დამოკიდებულება კოფეინზე. ასევე სხვადასხვა ადამიანებს აქვს სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულება და ამ ყველაფერს შეიძლება ნარკოტიკები დავარქვათ. ეს ერთი პრობლემაა და ანუ ხალხი ურევს ერთმანეთში სრულიად შეუთავსებელ რაღაცებს. ანუ სინამდვილეში კოფეინი ავიღოთ, ალკოჰოლი ავიღოთ, თამბაქო, ჰეროინი, კოკაინი, ექსტაზი, LSD და რა ვიცი, სოკო, ეს იმდენად განსხვავებული რაღაცებია, რომ უხერხულიც არის, რომ ამ ყველაფერს ერთ რაღაც ქვაბში ვყრით. და საიდანაც არ უნდა შეხედოთ უხერხული, აი თუნდაც რაღაც აი მეცნიერულად შეხედოთ, წარმოიდგინეთ სიტუაციას და აი ყველაზე გავრცელებული ამბავი აი იმაზე რა ქვია, ნარკოტიკების ზიანზე. თქვენ დაგუგლავთ ბევრ სხვა თქვა სტატიას იპოვეთ, მაგრამ პრინციპის დონეზე ფაქტობრივად ყველგან დაახლოებით ერთ-ერთი სურათი იქნება, მაგალითად აი ესეთი შეიძლება სურათი გქონდეთ, სადაც პირველ ადგილზე ზიანის მიხედვით არის ალკოჰოლი, მაგრამ გავადიდებ რომ კიდევ უკეთეს ჩანდეს, ალკოჰოლი იქნება და სუბოლოო ადგილზე იქნება სოკო. და აი მე რო რაღაც რამდენიმე გრამის სოკო აღმოვაჩინოს, სამუდამო პატიმრობა მემუქრება, მაგრამ 5 ლიტრ ალკოჰოლზე არაღზე მაგალითად არაფერი არ მემუქრება. ანუ ყველაზე საშიში რაც არის ნარკოტიკებს შორის, ჰეროინზეც, კოკაინზეც და ასე შემდეგ არის ალკოჰოლი და
ყველაზე ეს არის ჯება ჩვენ შემთხვევაში, ხოლო ის რაც ყველაზე ნაკლებად თქვა ზიანს აყენებს ადამიანებს, ის რა ვიცი, არის ერთ ძალიან მკაცრად დასჯადი. ანუ შეიძლება შეხედოთ თვითონ ნარკოტიკებს შორის მაგალითად ფაქტობრივად სხვა კრიტერიუმები შეიძლება იყოს მაგალითად აი კიდევ ერთ სხვა გრაფიკს გაჩვენეთ ის 2010 წლის მონაცემები კვლევა იყო ეს არის 2015 წლის კვლევა სადაც ისევ და ისევ დაახლოებით იგივე პროპორცია ხედავთ რომ იგივე პროპორცია ალკოჰოლია ყველაზე მავნე და თვითონ ზიანსაც განსხვავებულად აფასებენ ხო ადამიანისთვის რაღაც ჯანმრთელობისთვის ზიანი და სხვა ადამიანების ზიანი და მაგალითად ეს სოკო ისევ და ისევ ბოლოშია. იქ სადღაც ძალიან ფაქტობრივად აი სოკოს დონეზეა LSD, რომელიც ასევე ერთ-ერთი ძალიან მკაცრად რეგულირებადი და დასჯადი არის, მაგრამ თამბაქო ფაქტობრივად არა, ფაქტობრივად ლეგალურია და ხოლმე რაღაც გადასახადებს და აქსიზებს ვიხდით, რომ თამბაქო ბევრად უფრო საშიშია ჯანმრთელობისთვის ვიდრე LSD. და ასე შემდეგ. პრინციპში თქვენ რომ ესეთი კვლევები მოიძიოთ, იქ რა სხვა კრიტერიუმით, სხვადასხვა იერარქია იქნება ამ ყველაფრის, მაგრამ შეიძლება რაღაც ზოგ კვლევაში მაგალითად ჰეროინი უფრო მაღლა იდგეს ვიდრე ალკოჰოლი ან მაგალითად რომელიღაც კრეკი იყოს უფრო მაღლა და შემდეგ, მაგრამ პრინციპის დონეზე თქვენ ვერ ნახავთ რომ მაგალითად სოკო იყოს უფრო მავნე ვიდრე თამბაქო ან LSD უფრო მავნე იყოს ვიდრე ალკოჰოლი, ანუ უბრალოდ ვერ იპოვით ასეთ რაღაცებს. და წამოიდგინეთ რომ აი ეს აჯაფსანდალი გვაქვს თავში, როცა უბრალოდ არც კი ვიცით საერთოდ სიტყვა ნარკოტიკი, ანუ სტატუს შემთხვევაში როცა ამ ნარკოტიკი გულისხმობ რაღაც ჰეროინს, რაღაც ოპიოიდებზეა საუბარი ხოლმე და ადამიანებს მარტო ეს გონიათ, რომ აი ფაქტობრივად ნარკოპოლიტიკა ჰეროინს ებრძვის. ან რაღაც მსგავს რაღაცას ებრძვის. და იქ რომ უამრავი სულ სხვა რაღაც არის, სხვა ქიმიურად სხვა, ფიზიოლოგიური გავლენით სხვა ასე ჯანმრთელობაზე გავლენით, ქცევაზე გავლენით და ასე შემდეგ, რომ არაფერ შუაში არის. ეს უბრალოდ განსაკუთრებით რაღაც ტიპის განათლებას ითხოვს და საერთოდ არ მოეთხოვება ადამიანმა ეს იცოდეს და მეც რაღაც თავის ბუნებრივად ხوار ჩამივიდა ვიღაცამ მითხრა რაღაც წავიკითხე და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში აი ეს ყველაფერი რაც ჩვენ ვეძახით ნარკოტიკებს, ფაქტობრივად არის რაღაც აი სულიად არაფერ შუაში რო არის ერთმანეთთან ისეთი რაღაც ნივთიერებები, განსხვავებული წარმოშობის, ზოგი ბუნებრივია, ზოგი რაღაც ქიმიურად შეიძლება მიიღო. ანუ ფაქტობრივად რაღაც აი სულიად ზედმეტი სიტყვაა, იმიტომ რომ აი რა შუაშია საერთოდ ეს ყველაფერი. რა ის ნარკოტიკი, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი იყოს ერთ ქვაბში ჩაყრილი. და სანამ ამ ყველაფერს ერთ ქვაბში ჩავყრით, უბრალოდ და ერთ პოლიტიკას ვიყენებთ ამ ყველაფრისთვის, არ არსებობს ეს პოლიტიკა იყოს სამართლიანი, ეფექტიანი და რაც გინდა ის დაარქვით. ანუ ელემენტარულად ადამიანებს რომ გააზრებული ქონდეთ საერთოდ რას ნიშნავს სიტყვა ნარკოტიკები, რას თვითონ რას ეძახიან ნარკოტიკებს. უბრალოდ მიხვდებოდნენ რომ სასაცილოა, რომ ამას რაღაც ერთიანი პოლიტიკა აქვს. არ შეიძლება სოკოს, ექსტაზის, ჰეროინს, ყავას და ალკოჰოლს ერთიანი პოლიტიკა ქონდეს და პრინციპში რაღაც გაგებით უბრალოდ ყავას, ალკოჰოლს და თამბაქოს არ ეძახიან ნარკოტიკს, ამბობენ რომ ეს რაღაც სხვა არის. ამიტომ ყავა, თამბაქო და ალკოჰოლი ყველა თავისებურ რეგულაციას ექვემდებარება. ხო და დანარჩენი რაღაც სხვა ნივთიერებები, ყველაფერი არის რაღაც სხვა ნივთიერებები, რომელიც ყველა ნარკოტიკია. ამიტომ რაღაც გაგებით სიტყვა ნარკოტიკიც კი ზედმეტია, უბრალოდ აბსურდია, აბსურდს აქვს ადგილი. რაღაც შეიძლება ჰეროინზე რაღაც რეგულაციები იყოს, ექსტაზიზე რაღაც რეგულაციები იყოს, ანუ ყველას რაღაც თავისებური როგორც პროდუქტებს აქვს, რა ვიცი, წყალზე ერთი რეგულაციები გვაქვს და რაღაც პენტალგინზე სხვა მეორე რეგულაცია გვაქვს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს საბოლოო ჯამში თვითონ აი ეს იდეა რომ რაღაც ტიპის ნარკოტიკი არსებობს, რომელიც უნდა ერთ ქვაბში ჩაყარო, უბრალოდ არის ადამიანის ჩვენი გაუნათლებლობა და ამ უვიცობამ თუ გაუნათლებლობამ თუ არაინფორმირებამ რაც გინდა დაარქვით გააჩნია რა ხარისხის თქვა სიტყვა გინდათ რომ შეაფასოთ ადამიანების ინფორმირება თავში, გინდათ თუ არა აწყენინოთ ან უბრალოდ ფაქტად ახსენოთ, აი ეს არის მთავარი პრობლემა ამ ყველაფრის. მაგრამ რას იზამ ეს მოცემულობაა ფაქტობრივად ჩვენ ვიცით ყოველდღიურ ცხოვრებაში რომ ადამიანთა უდიდესი ნაწილი პრობლემების უდიდესი ნაწილის მიმართ არის გაუნათლებელი და უცოდინარი. ეს ჩვენი ნორმაა, სხვა ვერ იქნება, არ შემიძლია რომ ყველაფერი ვიცოდე ქიმიაში ვერ ყოფილა, ანთროპოლოგიაშიც, ეკონომიკაშიც და რა ვიცი, ისტორიაშიც. ანუ რაღაცაში ვერ ყვევით. ყველა რაღაც სპეციალიზაცია გვაქვს.
დანარჩენში ვერ ვერკვევით. ეს არის დემოკრატიის თავი პრობლემა, რომ ადამიანებს რომელსაც არ ერკვევიან რაღაც საკითხებში ვეკითხებით აზრს. და პრინციპში მარტო პოლიტიკაში ვიყენებთ ამ ინსტრუმენტს, არც ერთი ოპერაციას არავინ დემოკრატიული გზით არ აკეთებს, ან რაღაც ფიზიკაში ექსპერიმენტებს დემოკრატიული გზით არ ატარებენ, მაგრამ აი ფაქტობრივად ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენ ცხოვრებაში საქმიანობა ვანდეთ უმრავლესობის აზრს, რომელიც ბუნებრივად და ნებისმიერ ინდივიდი, ასე აწყობილი, არ ერკვევა იმ საკითხების მიმართ, რომელზეც გაზრდილება უნდა მიიღოს. და რაც თავარია, ეს რაღაც პროფესია კი არის, ეს არის რაღაც ტიპის ერთჯერადი აქტი, რომელსაც ჩვენ ჩავდივართ 4 წელიწადში ერთხელ ჩვენ შემთხვევაში და 4 წელიწადში ერთხელ ადამიანებს ვეკითხებით, რას ფიქრობენ იმ საკითხებს, რომელსაც პრინციპში არ ერკვევიან. ხო, ამიტომაც დემოკრატია როგორც ესე არც ესე კარგ შედეგამდე მიდის, თუმცა იმედია 26 ოქტომბერს თქვენ გამონაკლისი იქნება და სწორ არჩევანს გააკეთებს ქართული ხალხის მეათედი მაინც და გააფერებს 26-ს, მაგრამ იდეა ამაზე ეხლა სხვა თემაზე საუბრობთ მაინც. ესე იგი, ეს პირველი ნაწილი, რომელიც ყველა ლაივზე როცა რა თემაზე საუბრობდი, საბოლოოში თავდებოდა ან იწყებოდა იმით, რომ იცით რა სიტყვებს არასდროს ვიყენებ, სიტყვების შინაარსს რომ დავაკორექტიროთ, ჩვენ რომ ადეკვატურად გამოვიყენოთ სიტყვები, ბევრი პრობლემა არ გვექნებოდა. აქაც იგივეა. მაგრამ მოდით ახლა თვითონ პროცესსაც შევხედოთ, საიდან გაჩნდა მაგალითად აი ეს ომი ნარკოტიკების წინააღმდეგ და თანამედროვე ნარკოპოლიტიკა როგორ ჩამოყალიბდა. გამოიგინეთ, რომ ნარკოტიკები არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოგონება კაცობრიობის ისტორიაში. საუბარია ოპიოიდებზე და ნარკოტიკებზე როგორც ტკივილ გამაყუჩებელზე. მორფინი, წამოვიდეთ ომი. და შუა საუკუნეები, რაღაც ადამიანი რაღაც ომის დროს, რა ვიცი, ხელი მოაჭრეს, თავში ჩაარტყეს, რაღაც ტკივა და მოდის ექიმი. რა წარმოდგენა ქონდა ადამიანს იმ დროინდელ ექიმზე. ადამიანი, რომელსაც ხელის გარეშე წევს და ელოდება ექიმს, ყველაზე დიდი ალბათობით, რასაც ეს ექიმი უზამს, დარჩენილ ხელსაც მოაჭრის, აწამებს და დიდი ალბათობით მოკლავს. ანუ სიამდვილეში ექიმი არის წამებელი, რაღაც სადისტი, რომელიც აი ჯობია არ მოვიდეს, ჯობია ისე მოკვდე, ვიდრე რაღაც ხელს მოგაჭრის, ფეხს მოგაჭრის, ორჯერ, სამჯერ, ასე რაღაც, მაინც განგრინა დაგემართება და მოკვდები. რაღაცა ეს ის საშინელება. და თუ რამე იცის კურნალობაზე, დიდი არც არაფერი არის. ფარმაცევტიკა არის, ტკივილ გამაყუჩებელი არის, თავის ტკივილს ვერ გაგიყუჩებს, ტკივილის ტკივილს ვერ გაგიყუჩებს, ვერაფერს ვერ გიშველის, უბრალოდ გაწამებს დიდი ალბათობით და ამით დამთავრდება მთელი ამბავი. ამიტომ ექიმი არც ისე პოპულარული პროფესიაა და არც ისე პატივსაცემი. მედიცინა არ ვითარდება. მაგრამ რაღაც მომენტში ჩნდება მორფინი, ანუ ზოგადად ტკივილ გამაყუჩებელი. ეხლა რა როგორ იცლება ექიმის როლი? წამოვიდეთ იგივე ომი. ადამიანს ხელი არ აქვს, იცლება სისხლისგან, ხედავს ექიმს. შეიძლება ექიმა მაინც ვერ გადაარჩინოს, მაგრამ რასაც დაამდვილებლად გაუკეთებს მორფინს და ტკივილს მოუხსნის. ანუ თუ ადამიანი მაინც კვდება, მინიმუმ ტკივილის გარეშე მოკვდება. ამ შემთხვევაში ექიმის როლი საზოგადოებაში იცვლება. ექიმი ხდება ადამიანი, რომელიც მინიმუმ უზრუნველყოფს, რომ შენ აღარ ტკიოდეს. ტკივილს გიხსნის. შეიძლება გადაგარჩინოს კიდეც. თან თუნდაც ის ხელი რომ მოგაჭრას ან რაღაც გიქნას, ისე გაიკეთეს, რომ ამ ტკივილს არ იგრძნობ. აი იმ საგიჟეთში არ აღმოჩნდები. ამიტომ ექიმის როლი პრინციპულად იცვლება. ამ შემთხვევაში ეს ხდება კარგი ადამიანი, სიკეთის მომტანი ადამიანი. მედიცინა ვითარდება, მიდის უფრო და უფრო მეტი ინვესტიცია, უფრო და უფრო მეტ ადამიანს უნდა გახდეს ექიმი. და ფაქტობრივად მორფინის და ზოგადად ტკივილ გამაყუჩებლების, ასე ვთქვათ, ინდუსტრიის გაჩენამ პრინციპულად შეცვალა მედიცინა და თანამედროვე მედიცინა ვალშია, ასე ვთქვათ, ნარკოტიკებთან, ოპიოიდებთან, რომ ასეთი ჩამოყალიბდა, იმიტომ რომ ექიმის პროფესია დაფასდა. ანუ სადისტობის ნაცვლად ეხლა გვაქვს ადამიანები, რომლებიც ტკივილს მოგიხსნიან, გეხმარებიან. ნებისმიერ შემთხვევაში გეხმარებიან. შეიძლება ისე არ როგორც შენ გინდოდა იდეალურ შემთხვევაში, მაგრამ მაინც დაგეხმარებიან. ეს არის თავარი ამბავი, რაც მოიტანა ოპიოიდების, ასე ვთქვათ, წარმოებამ, ინდუსტრიულმა წარმოებამ და ზუსტავია ეს არის ძალიან იაფი, ანუ მორფინის დოზა არის რაღაც, რა ვიცი, ზუსტად რაღაც ცენტები ღირს, რამდენიმე ცენტი შეიძლება ხირდეს. ანუ ფაქტობრივად ერთ-ერთი ყველაზე იაფი წამალი კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც ყველაზე დიდი სარგებელი მოუტანა, იმიტომ რომ მოუხსნა ადამიანებს ტკივილი. რაც სხვადასხვა ადრე არ იყო, ხო, ანუ როცა აი ფილმებს რო იღებენ
შუა საუკუნეებზე და რაღაც რაინდები და რაღაც ლამაზ ტანსაცმელში ან რაღაც რომის იმპერია წამოიღე რა საგიჟეში ცხოვრობდა ეს ხალხი ელემენტარულად არაფრის ტკივილი გამაყუჩებული არ ქონდათ რამე რომ დამართნოდათ ხო განწირული იყვნენ რომ დახოცილი იყვნენ და უბრალოდ იმდროინდელი ისტორიები რო წაიკითხოთ უბრალოდ ჯოჯოხეთში ცხოვრობდა ხალხი და ფაქტორია ერთ-ერთი ის ყველაზე დიდი ნაბიჯი ამ ჯოჯოხეთიდან გამოსვლის იყო ეს მორფინის და ზოგადად ოპიოიდების წარმოების დაწყება. მაგრამ როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე თვითონ მორფინი და ნარკოტიკების წარმოება იყო მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია იმ მომენტისთვის. ეხლა ძალიან პრიმიტივია და ეხლა რა ვიცი ამაზე მარტივი რაღაც შეიძლება ფარმაცევტიკაში დიდ არაფერი არ იყოს. მაგრამ იმ მომენტში ეს იყო ძალიან მაღალტექნოლოგიური წარმოება. და ვინაიდან ერთი მხრივ იყო საკმაოდ მაღალტექნოლოგიური და მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ძალიან მოთხოვნადი იყო და დაწყებული ჯარით დამთავრებული ყოველდღიური ცხოვრებით. ბუნებრივად გაჩნდა ხალხი, რომელმაც დაიწყო პოლიტიკური სპეკულაცია. ანუ პირველი იდეა ნარკოტიკების აკრძალვის თუ შეზღუდვის თუ რეგულაციების ჩდება მე-19 საუკუნეში. უმეტესწილად რაღაც ხალხს თუ გონია რომ ეს რაღაც ტრაგიკული შემთხვევების გამო ან რაღაც ადამიანის პრობლემების გამო არა. როგორც ყოველთვის რეგულაციებს ითხოვენ ის ხალხი, რომელიც აპირებენ ამ რეგულაციების ხარჯზე გამდიდნენ. და ამ შემთხვევაში თავარი ლობისტები ნარკოტიკების რეგულაციების იყო ფარმაცევტები და ექიმები, რომელიც ამ დროს იმდენად მნიშვნელოვანია, როგორ შეიძლება ასეთ მნიშვნელოვანი რაღაც ვანდოთ ბაზარს, ქაოსს როგორ არ შეიძლება თავრობა არ არეგულირებდეს ასეთ მნიშვნელოვან სფეროს ჩვენ ცხოვრებაში. ამდენ ხალხს ვეხმარებით, ასეთ სიკეთეს ვაკეთებ და ნუ თუ ეს კონტროლის გარეშე დარჩება. ცხადია რომ ყველა ასეთი ტიპის მოწოდებები არის მცდელობა ჩახსნა კონკურენტები და აი კონკურენტების ჩასახსნელად ფაქტორად ექიმებმა და ფარმაცევტებმა წამოიწყეს პირველი კამპანიები ნარკოტიკების რეგულაციების. მაშინ იყო რაღაც წამოდი რომ რეგულაცია აღზრდა არ მოსდიოდა რომ შეიძლება ეს აკრძალო. იმიტომ რომ არავინ მაშინ არ ფიქრობდა რომ აქამდე მივიდოდა, მაგრამ აი რეგულაცია რომ კონკურენტი ჩახსნა და ბარიერები აწყო ბაზარზე შესაძლოა ეს ბუნებრივად ასე ვთქვათ დაალაგდა როგორც ბევრ სხვა ინდუსტრიაში იყო. ერთ-ერთი არგუმენტი რომელიც გამოყენებული იყო აქ, რომელსაც იმ მომენტში ხა ალბათ ბევრ რაღაცაზე ლაპარაკობენ ასე, მაგრამ არავინ არ იფიქრებდა რომ ასეთი გავლენა ექნებოდა მომავალზე, იყო რომ ეს იმდენად ერთი მხრივ ძალიან სასარგებლო რაღაც არის, ძალიან მაგარი რაღაც არის ნარკოტიკები, მაგრამ მეორე მხრივ საშიშია და ექიმის გარეშე ამის გამოყენება არ შეიძლება. ამიტომ მოდით არ ვანდოთ ხალხს რომ თვითონ გამოიყენონ მორფინი მაგალითად და მოდით ავიღოთ და ექიმის ხელში იყოს ეს. და ან ფარმაცევტმა რომ გასცეს ხოლო და ვიღაცამ არ აწარმოოს. და ფარმაცევტი რომ გასცეს, აი ექიმის დანიშნულებით. ანუ ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, სისტემა იყო რაღაც ჩაკეტვის ბაზრის კონკურენციისგან, რაღაც მონოპოლიური პრივილეგიების მოპოვების, რაც საკმაოდ წარმატებით ვერ ვიტყვი რომ ძალიან მკაცრი რეგულაციები იყო, მით უმეტეს ყველას არ ეხებოდა ეს, ამერიკაში დაიწყო, როგორც ბევრი არასწორი და არაადამიანური წესი ამერიკიდან მოდის, როგორც ბევრი ძალიან კეთილი და შეიძლება საუკეთესო წესრიგებიც ამერიკიდან მოდის, მაგრამ ნარკოპოლიტიკა ზოგადად არის ყველაზე დიდი დანაშაული, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ჩადენილი კაცობრიობის წინაშე. არაფერი არც ჰიროსიმა და ნაგასაკი არ არის ახლოს ვერ მივა იმასთან რაც ნარკოპოლიტიკამ, რომელიც ამერიკელებმა ფაქტორ შექმნეს და მერე ექსპორტი გააკეთეს მთელი სოფლიო მასშტაბში. ვერ მოვა აი ამ ზიანით, რაც ამ ნარკოპოლიტიკამ მიაყენა ადამიანს. მაგრამ ეს დასაწყისი იყო, იმიტომ რომ უბრალოდ იწყება რაღაც რეგულაციები, ჩვეულებრივად ლიცენზირება და ასე შემდეგ, მაგრამ არგუმენტად, რამაც ასე ვთქვათ, ეს დაძრა იყო ის, რომ აი საშიშია. ადამიანმა რომ მორფი გაიკეთოს, შეიძლება მოიკლას თავი. როგორ შეიძლება ადამიანმა თავის თავს ზენიანი მიაყენოს, ღმერთო ჩემო, მოდი დავარეგულიროთ რამე ვქნათ. და აი ამით იწყება ეს პირველი რეგულაცია. ამის შემდეგ ვინაიდან საზოგადოებაში ვრცელდება ეს რაღაც საშიში ამბავია, ზოგადად არა მარტო ოპიოიდებზე საუბარი, მარიხუანა ვრცელდება, კოკაინი, კოკა ვრცელდება, კოკა-კოლა ცნობილი ისტორია, ანუ კოკაინი შემოდის სამხრეთ ამერიკიდან და ანუ სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკები შედარებით თავისუფლად გამოყენებაშია და პრინციპში არანაირი ტრაგედია არ ხდება, მაგრამ საზოგადოებაში რაღაც ცირკულირებს იდეა, რომ ეს საშიში რაღაც.
ამასობაში მეორე ნაწილი ამ ყველაფერს მოყვება ის, რომ ბუნებრივი არის ხალხი, ვინც ნარკოტიკების გამო იღუპება, ყოველთვის ოპიოიდების გამო. ამიტომ ამ ხალხს ყავთ ახლობლები, რომლებიც განიცდიან, რომ დაკარგეს შვილი, ქმარი და ასე შემდეგ და ამიტომ რაღაცა აქტივიზმი იწყება ამერიკაში, რომ აი ნახეთ, რამდენი დაიღუპა, თქვათ, ჰეროინის გამო. ჰეროინი სხვადასხვა იქიდან მოდის. ყელის ტკივილის წამალი იყო და უბრალოდ გარეგანი ეფექტი ჰქონდა. რომ ადამიანი თავის თავს გრძნობდა როგორც გმირი, ამიტომ ჰირო რაღაც ასეთი ისტორია თუ არ მეშლება ჰეროინის წარმოშობის, მაგრამ რაც არ უნდა იყოს საბოლოო ჯამში, ეს ინდუსტრია ვრცელდება, ბევრი სხვა ნარკოტიკია ხელმისაწვდომი, ბუნებრივად რაღაც ნარკოტიკის რაღაც გარეგანი ეფექტი აქვს, როგორც ალკოჰოლს და ასე შემდეგ, ვიღაცები ორგანიზდებიან, რომ რაღაც პროპაგანდა აწარმოონ ამის წინააღმდეგ. ასე ყალიბდება პირველი ჯგუფი, რომელიც ნარკოტიკებს ებრძვის, ასე ვთქვათ, ზიანის კუთხით. ექიმები და რაღაც უბრალოდ თავის ბიზნესს იცავდნენ და კონკურენტებისგან, მე ამას დაემატა რაღაც გარდაცვლილების ან რაღაც დაზარალებულების ოჯახის წევრები. ბუნებრივი ეკლესია ამ ხალხის მხარეს იყო, იმიტომ რომ ეკლესია არც ალკოჰოლიზმს უჭერს ხარს, ანუ ზოგადად ალკოჰოლიც არ არის სწორი, რომ თვალი ადამიანი ვერ იქნება ღმერთთან უფრო ახლოს და ალკოჰოლიზმისგან გარდაცვლილი არანაკლებ, ასე ვთქვათ, ეკლესია რელიგიური გადმოსახედიდან არანაკლებ არასწორი ცხოვრების შედეგია, როგორც რაღაც ნებისმიერი სხვა ნარკოტიკული ნივთიერებისგან. ამიტომ ეხლა თუ ალკოჰოლიზმი ცუდია, გასაგებია რაღაცის გამო ნარკომანია თუ ადამიანს ნარკომანიიდან დამოკიდებულება ვითარდება, ამასაც ბუნებრივი ეკლესია ამის წინააღმდეგაც გამოდის. ამიტომ ამ ხალხთან, ამ ხალხის არის რაღაც რელიგიური ჯგუფები. მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებრივი არ არის საკმარის რომ ნარკოტიკები აიგზალოს. რაღაც მინიმალური შეზღუდვები, რომელიც იმ პერიოდში ამერიკაში არსებობს, ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ არ ზღუდავს ამ ნარკოტიკების გამოყენებას. მით უმეტეს რაღაც მარიხუანას თემაზე უბრალოდ აზრად არავის არ უჩნდება, რომ ეს რამე შეიძლება ცუდი იყოს და არც არის გავრცელებული სხვადასხვა, ანუ ძალიან დიდი გავრცელება მარიხუანას არ აქვს. მაგრამ მე გარდამტეხი მომენტი დადგება ამერიკაში და ზოგადად მთელი კაცობრიობის ისტორიაში, საიდანაც ფაქტობრივად შეიძლება დავიწყოთ ათვლა ნარკოპოლიტიკის. ვინაიდან ამას რომ ალკოჰოლზე ვსაუბრობთ, სამდროში ყველაფერი რაზეც შეიძლება თქვათ ოპიოიდებზე, ბევრად უფრო სერიოზულად იყო ალკოჰოლის მიმართ, იმიტომ რომ ალკოჰოლი ბევრად უფრო საშიში იყო, გასაგებია ბევრად უფრო მეტი ადამიანი იხოცება, მარიხუანას რომ მოწევა ამის გამო ადამიანი არ გავარდება გიჟვით და ვიღაცას არ დახოცავს. ანუ სულ სხვა ეფექტი აქვს, ხო, ფიზიოლოგიური. მაგრამ ალკოჰოლის გამო ხალხი ხოცავს ერთმანეთს, მართლა რაღაც ავარიები ხდება რაღაც და მართლა თუ აი რაღაც საშიში არის ამ ქვეყანაში ალკოჰოლი. და ამიტომ ბუნებრივად ბევრად მეტი ადამიანი იყო, ვინც ალკოჰოლს ებრძოდა ვიდრე ნარკოტიკებს. ამიტომ ამერიკაში რაღაც ეტაპზე შემოიღებენ მშრალ კანონს, ანუ აკრძალავენ ალკოჰოლს. ეს ერთი ყველაზე იდიოტური აკრძალვა კაცობრიობის ისტორიაში, იმიტომ რომ სამდროში შეუძლებელი აკრძალვა ალკოჰოლი. ერთ-ერთი შედეგი, რომელიც ალკოჰოლის აკრძალვას მოყვება, არის ის, რომ არალეგალურად იწყება არალეგალური ბაზარი ჩდება ალკოჰოლის. ვიღაცა თავისთვის აწარმოებს ალკოჰოლს, როგორც ჭაჭა შეიძლება თქვა სახლში აწარმოებს დამოკიდებლად. ან ვიღაცა შეიძლება იწყებს ამის ინდუსტრიულ წარმოებას, უბრალოდ არალეგალურად და ქვეყნის მასშტაბში. მაგრამ რა არის მთავარი ეფექტი ასეთი აკრძალვის? ეს არა მხოლოდ რაღაც ვირტუალურად არალეგალური ბაზარია. სინამდვილეში აღმოჩნდა, ამერიკელები ხო მაინც ალკოჰოლს იღენებდნენ. შეიძლება რაღაც ადამიანთა ჯგუფისთვის და ამას დაუბრუნდები ალკოჰოლის მოხმარება შემცირდა, მაგრამ ქალაქებში და მდიდარი ამერიკელებისთვის არაფერი არ შესულა, ისინი უფრო ძვირს იხდიდნენ ალკოჰოლში. ეს ალკოჰოლი ინდუსტრიული მასშტაბით აიწარმოებოდა მათ შორის ამერიკაში. მაგრამ თუ რაღაც აკრძალულია და ვიღაცა ამას ინდუსტრიული მასშტაბით აწარმოებს, ხო გასაგებია, რომ ჩდება უზარმაზარი კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც უნდა მოისყიდოს პოლიციელი, მოისყიდოს მოსამართლეები, მოისყიდოს სხვადასხვა რეგულატორები, ააწყოს ლოჯისტიკური ქსელი, იყოს შეარაღებული, დაიცვას მისნაირის კრიმინალებისგან, რომელმაც შეიძლება მოუნდეს ალკოჰოლის გაძარცვა და კონტროლის დამყარება. ფაქტობრივად, რასაც ჩვენ ვეძახით ორგანიზებულ კრიმინალს, მაფიას, ყალიბდება ზუსტად მაშინ, როცა ამ შალი კანონის შედეგად იტალიური მაფია, ალ კაპონე და ყველაფერი რაც ყველაზე ცუდი რამე შეიძლება ყოფილიყო, იყო შალი კანონის შედეგი, იმიტომ რომ რაღაც ჩვენი ერთ დღეს
უზარმაზარი ფულის ნაკადი, აღარ არალეგალური ამ კრიმინალები, რომელიც ზოგადად ისეთ არსებობს, საზოგადოებას შეაჯენა ფულის ნაკადს და ის ფულის ნაკადი იმდენად დიდი იყო, რომ უბრალოდ დაეხმარა ამ ხალხს, დაორგანიზდნენ, გამრავლდნენ და დაემყარებინათ კონტროლი ნაწილობრივი მაინც სახელმწიფო შტოებზე, ინსტიტუტებზე და ამის მეშვეობით გაემყარებინათ თავისი მდგომარეობა. ასე ყალიბდება ორგანიზებული მაფია, არავის არ ახსოვს არანაირი ნარკოტიკები არაში, ერთ-ერთი რიზდება კანაფის მოხმარება, იმიტომ რომ ღარიბ სამხრეთ შტატებში, ამერიკაში ალკოჰოლი ჩანაცვლა კანაფით. ანუ ფაქტობრივად, კარგი ამბავი მოხდა რა, უფრო საშიში ნარკოტიკი, ნაკლებად საშიში ნარკოტიკი ჩანაცვლა და რადგან კანაფის მოყვანა ძალიან პრიმიტიული იყო, არ ითხოვდა რაღაც განსაკუთრებულ ნარჩვევებს, ალკოჰოლის მაინც ალკოჰოლი უფრო რთული ამბავია და თან ალკოჰოლი აკრძალული იყო. აი ასე ყალიბდება ამერიკაში მარიხუანას კულტურა, იმიტომ რომ მანამდე ზოგადად კანაფი არაფერში არ იყო მოწევასთან. ანუ ვიღაცა ბუნებრივად ეწეოდა, მაგრამ თავარი მისი გამოყენება იყო ქაღალდის წარმოებაში. ამ საკითხს დავუბრუნდები, მაგრამ უბრალოდ აი თვითონ რო შეხედოთ ამერიკა 30-იანი წლები კანაფი პირველი გეკითხათ რას ნიშნავს ეს, ვიყოდა რომ ქაღალდს აწარმოებენ ამისგანო და არა ის რომ ვიღაცა ეწევა. ხო, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეგ ეს შალი კანონი, იტალიური მაფია, კრიმინალი, მთელი ამბავი და სადაც მაფია და საორგანიზებული კრიმინალი, ბუნებრივია ეს ორგანიზებული კრიმინალი მარტო ხო ალკოჰოლს არ ყიდის, მე ამ ფულით კვლელობებს აფინანსებს, ძარცვას აფინანსებს, სხვა კრიმინალურ რაღაც საქმიანობას აფინანსებს. ამიტომ ამან გამოიწვია ბუნებრივი მოთხოვნა ხალხში, რომ მოდი ჭირდება პოლიციელები, რომელიც ამას ებრძვიან და ამიტომ ძლიერდება პოლიცია, ეს პოლიცია დარბის ავტომატებით, აი ფილმებით რომ გინახავთ, კლავს ვიღაც კრიმინალები კლავენ პოლიციელებს და თელი ამბავია რა, უზარმაზარი ფაქტი, ორი დიდი ჯარი არსებობს, ერთი არის ორგანიზებული მაფია, მეორე არის პოლიცია, რომელიც ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტაში ატარებენ დროს. და რაღაც მომენტში გაუნათდა ამერიკის თავრობას და ეს დებილური კანონი, შალი კანონი გააუქმეს. ალკოჰოლი გახდა ლეგალური და მაფიას დაერხა. მაფიამ დაკარგა შემოსავლის დიდი წყარო და იგივე დაემართა პოლიციას. ანუ იქ სადაც მაფია დასუსტა პოლიციაც. აი ეს სიმბიოზი, რომელიც სინამდვილეში ერთი მხრივ რაღაც უცნაურად გამოიყურება, იმიტომ რომ მაფია და პოლიცია დაპირისპირებული მხარეებია, მაგრამ მალევე მიხვდებით, სინამდვილეში თავარი მოთამაშეები არიან ამ მთელი ისტორიის, იმიტომ რომ პოლიციას რაღაც გაგებით არ აწყობს ორგანიზებული მაფიის დასუსტება. პრინციპულად რომ გადაიდგას ნაბიჯები, რომელიც მაფიას გაანადგურებს, ფაქტობრივად ანადგურებს პოლიციასაც, ანუ რაღაც შეიძლება ლოკალური ადგილობრივი პოლიციელი დაგჭირდეს, მაგრამ ისაც ცენტრალიზებული დიდი პოლიციური სტრუქტურები არსებობენ, იმიტომ არსებობენ, რომ არსებობს ერთი ორგანიზებული დიდი ცენტრალიზებული მაფიოზური სტრუქტურები. მაგრამ მე რა ხდება? ესე იგი, ამოიდგინეთ, რომ თავრობაში, ანუ თუ მაფია გასაგებია ის ბუნებრივად თუ კარგავს ფულის წყაროს ის ნენოლა დეგრადირდება და იშლება, ბიუროკრატია ასე არ მუშაობს. ანუ პოლიციელები არიან საჯარო მოხელეები, მათი სამსახურიდან გაშვება ასე მარტივი არის. მეტიც საზოგადოებაში რაღაც წუხილი ჩდება, როგორ თქვენ ასეთ კარგ ადამიანებს იცავდნენ, კლავდნენ, თავისი ოსკლეს რისკავდნენ და თქვენ ეხა აიღეთ და გაყარეთ არა და ამხელა მაფიას ებრძოდნენ. ნუ გასაგებია რომ საშუალო სტატისტიკური ამეკლი ვერც კი ხვდება რომ ის მაფია შეიძლება იმ რაღაც დებილური შალი კანონის შედეგი იყოს. ამიტომ ზოგადად პოლიციელები სამსახურიდან გაყარო ეს არ გამოიყურება კარგად. ეს ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი პარალელურად ხო ყოველდღე რაღაც ტიპის დამთხოვები, მაგრამ ასეთი ამბავი ხდება. როგორც გითხარით, კანაფი არის არა მოსაწევად, ანუ თავარი მისი დანიშნულება იმ მომენტში არა მოსაწევია, არამედ ქაღალდის წარმოება. ანუ ქაღალდის ორი ამ შემთხვევაში ამერიკაში ორი ტექნოლოგია არსებობდა. ჩრდილოეთ შტატებში აწარმოებდნენ ქაღალდს ცელულოზისგან, ანუ იქ ტყეებია ბევრი და ტყისგან, ანუ ხის დამუშავებით აწარმოებენ ქაღალდს და მეორე იყო სამხრეთ შტატებში უფრო გავრცელებული იყო კანაფი. კანაფისგან წარმოებული ქაღალდი. ამ ორ ქაღალდს შორის ამ ორ ქაღალდს ქონდა ორი განსხვავებული შედეგი გამოდიოდა. კანაფისგან გამოშვებული გამოკეთებული ქაღალდი იყო თეთრი და ცელულოზისგან გაკეთებული ქაღალდი იყო ყვითელი. რადგან ყველას ჭირდებოდა თეთრი ქაღალდი, ამ ყვითელი ქაღალდის გათეთრება იყო საჭირო და ზოგადად უფრო ნაკლები ეფექტიანობა გამოდიოდა წარმოება, ნაკლები მომგებიანობით და კანაფი ანაცვლებდა ცელულოზისგან გამოშვებულ ქაღალდს. აქ ესე იგი რამდენიმე მოთამაშე
ზარალდებოდა ფაქტობრივად კანაფის გავრცელებისგან ინდუსტრიაში. რატომ ვინ იყო ეს? ეს ხო პირველად ის ქაღალდის წარმოებლები, რომელიც ცელულოზას იყენებდნენ, ამ ჩრდილოეთ შტატებში მომუშავე ქარხნები, რომელიც იქაურ რესურსს იყენებდნენ, მათი ქაღალდი ყვითელი გამოდიოდა და ის რა ქვია, არაეფექტიანი, ძვირი. და მეორე ნაწილი იყო DuPont, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია, რომელსაც აი უამრავი, აი თაღლითობა კი არა, აი ლობიზმი აყვანილი აქვს რა ქვია, ხელობა კი არა ის რა ქვია. ხო, გამეთიშა თქვი. ხო, ესე იგი რომელსაც ლობიზმი აიყვანა სხვა დონეზე, ან ფაქტობრივად არის საუკეთესო ისტორიები, რომელიც სამყაროში არსებობს, როგორ შეიძლება კომპანიამ დაიპყროს, ასე ვთქვათ, ინსტიტუტები და თავის სასარგებლოდ გამოიყენოს რეგულაციები, არის DuPont. და DuPont არის ქიმიური წარმოებით არის დაკავებული. ხო და რა იყო ერთ-ერთი მისი მთავარი პროდუქტი იყო ამ ყვითელი ქაღალდის გათეთრება. ამიტომ აღმოჩნდა რომ DuPont-ის ინტერესები DuPont ზარალდება, იმიტომ რომ კანაფისგან აკეთებს ვიღაც ქაღალდს. და ქაღალდის წარმოებლებიც ზარალდებიან, რომ კანაფისგან ვიღაც აკეთებს ქაღალდს. და ამიტომ დაიწყო ბრძოლა კანაფთან, მაგრამ რა უნდა ყოფილიყო? ამასობაში ამ მშრალი კანონის გამო კანაფის გავრცელება მოხდა როგორც მოსაწევის. და გამოიხედეს, თურმე აი კანაფი ნარკოტიკია და ცუდია ნარკოტიკი და მოდი დაიწყო კამპანია, მოდი ავგზავნოთ ნარკოტიკები. ეხლა წამოვიდინეთ, რომ ადამიანებს ხელოვნება კადი მომეწერე, ხელოვნად გადამეთიშე. Anyway, ესე იგი აიყვანეს ისა ამერია ისე კადი მას გამო. ესე იგი დაიწყო ლობიზმი ჩვეულებრივად, რომ აი ნახეთ, კანაფი არის ცუდი, ეს არის საშიში ნარკოტიკი, რომელიც კლავს ადამიანს. რაღაც კვლევების რაღაცები გააკეთეს. გასაგები არაფერი ისეთი არ გამოდიოდა, მაგრამ ხო ეს ბევრ კვლევას თუ ჩაატარებ, რაღაც დონეზე ვიღაც მისნი, რა მისზე დაწეს, რომელიც შეიძლება ისეთი ინტერპრეტაცია მისცე, რომ იტყვი რომ აი ცუდი არის. პლუს ვინც იყო გვარი არ მახსოვს ვინც იყო ამ ქაღალდის წარმოებლების მაგნატი, ის იყო ასევე მედია მაგნატი და გაზეთები ჰქონდა. გაზეთებში დაიწყო კამპანია, რა შეშნელი არის კანაფი, როგორ ხოცავს ის ხალხს და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი რომ კანაფი აეგზალათ, იმიტომ რომ სიამდვილეში უბრალოდ ვიღაცა რომ ამბობს რომ მოდი ავგზავნოთ რაღაც, ეს არის რომ ეს აეგზალება. მაგრამ წამოგეთ რომ ამასობაში არიან ათასობით პოლიციელი, მთელი დეპარტამენტი, რომელიც ებრძოდა მხოლოდ შალ კანონის დროს ამ მაფიას. და ამ ხალხს არ აქვს სამსახური. ყველა სამსახურიდან წავიდეს და უცბად გაუჩნდათ შანსი რაღაც აკრძალონ, რაღაც ასევე ძალიან გავრცელებული, რომელიც შეიძლება არის ესე ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სამყაროში, მაგრამ საქმე მაინც გაუჩნდებათ. იცი რომ აკრძალავ კანაფს, არავინ სულელი შეიძლება ადამიანის სულელი იყოს და ეგონოს რომ რაღაცას რო აკრძალო, იმას აღარ გამოიყენენ, მაგრამ ვინც გრძალავს, იმან შვენად იცის რომ აკრძალო, იმას მაინც გამოიყენებენ და ამიტომ საბოლოო ჯამში ის აიგზალება, ადამიანები მაინც გამოიყენებენ და შენ გეცნო შენ სამსახური გექნება საქმე, შენ დაიწყებ ბრძოლას იმ ხალხთან, ვინც ამას მაინც გამოიყენებს, მაინც აწარმოებს, მაინც გაყიდის. ანუ აი როგორ არის ხო აწყობილი პოლიტიკური პროცესი. ერთი მხრივ არის რაღაც პრობლემა. ადამიანები შეწუხდებიან რაღაც პრობლემით, ან შეაწუხებენ პრობლემით, როგორც ამ შემთხვევაში პრობლემა არსებობდა, მაგრამ რაღაც თავში ჩაუნერგეს ეს პრობლემა არსებობს. მე ადამიანები რა უნდა ვქნათ? პოლიტიკოსები უნდა ავგზავნოთ. ადამიანი, რომელიც სულელია და არ ფიქრობს ამაზე, თქოს, ავგზავნოთ. ალბათ რომ ავგზავნოთ, ეს აღარ იარსებებს. ავგზავნოთ კანაფს და კანაფს აღარავინ აღარ მოიყვანს. პოლიტიკოსი ის და ხა რა კარგი, ეხა ავგზავნავ და აქ უამრავი რაღაც შესაძლებლობა გამიჩნდება. აქ დავარეგულირებ, იქ დავარეგულირებ, იქ პოლიციას ინსტრუმენტი გაიჩნდება ზეწოლის ასე და შემდეგ. ანუ რაღაც დონეზე სიამდვილეში ასე თამაშია, როცა პოლიტიკოსი უყურებს ამორჩეულს როგორც ხრებს და თუ ამორჩეული როგორც ხვარი ისე იქცევა, ბუნებრივია შედეგსაც სადავოდ მიიღებს. და ახლა ეს მოხდა ამერიკაში, ერთი მხრივ წამოვიდა რა ლობისტები იყვნენ, ბიზნესმენები, რომლებიც ქაღალდს აწარმოებდნენ არაეფექტიანად და თავისი ბიზნესის დაცვა უნდათ, აი ეს იყო ქაღალდის წარმოებლები და DuPont-ი. ეს არის მედია, რომელიც ამათ ხელში იყო და ამიტომ პროპაგანდა მიდიოდა წლების მანძილზე, რომ კანაფი რა საშინელებაა. ანუ ამ უზრუნველყოფს პოლიტიკური ასე ვთქვათ დაცვა ამ ისტორიის. თვითონ ხელისუფლება, რომელიც არის დიდი თან შეარაღებული ინტერესთა ჯგუფი, რომელიც ფაქტობრივად იმით იყო დაკავებული რაღაც აკრძალულ რაღაცას ებრძოდა და რამე იყო სასწრაფოდ ასაკრძალი და აიგზალა კიდეც.
და რაც თავარია იყო მაფია, რომელსაც როგორც კი რაღაც აიგზალა. ამიტომ რომ მანამდე შვენიერადას თქვა არსებობდა როცა აგზაული იყო ალკოჰოლი, ახლა პრობლემა ქონდა და ის როგორც კი ნარკოტიკი აი რაღაც აიგზალა, ამ შემთხვევაში კანაფი უცბად მათ გაუშვათ საქმე. ყველა ეს ადამიანი, რომელიც სინამდვილეში რაღაცნაირად თქვა თავის ბოროდ ვიწრო პარტიულ, ვიწრო ინდივიდუალურ ინტერესს იცავდა საბოლოოში დალაგდა იმით, რომ კანაფი აიგზალა. ნუ იქ რაღაც ნარკოტიკები დაზრალებული ოჯახის წევრები და რელიგიური ორგანიზაციები გასაგები იქაც ფონზე ბუნებრივი ამ ხარეს იყვნენ. თუმცა არაფერში არ იყო, იმიტომ რომ ისინი ზოგადად თურამეს ებრძოდნენ, ოპიოდებს ებრძოდნენ, მაგრამ აი ესეთი სერიოზული გადადგული ნაბიჯი იყო ნარკოტიკების აგზალვის ხარეს, ამიტომ ისინი ამ ხარეს აღმოჩნდნენ. ანუ რაღაცნაირად საზოგადოებრივი კონსენსუსი დალაგდა ამერიკაში რამდენიმე წლიანი ლობიზმის შედეგად, რომ კანაფი აიგზალოს. ეხლა ეს არის პირველი ნაბიჯი. ყველაზე არაადეკვატური, აი მართლა აი ყველაზე დიდი შეცდომაც იყო დაშვებული, იმიტომ რომ ერთხელ იგზალება ყველაზე უმტკივნეულ ამბავი, იმიტომ რომ ავისი ნარკოტიკების ფონზე კანაფი არაფერში არის, სად ალკოჰოლი და სად კანაფი. კანაფი უფრო ნაკლებად მავნეა ვიდრე თამბაქო და ზოგადად აი როგორც გაჩვენეთ რეიტინგში აი უბრალოდ აი არაფერი რა, აი უბრალოდ არაფერი არ ხდება იმასთან შედარებით, რაც შეიძლება თუნდაც იგივე ალკოჰოლმა მოიყვანოს. ანუ ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელო ნარკოტიკი ასე ვთქვათ, აიგზალა, მაგრამ რა მოხდა? ანუ როგორ ვითარდება ეს ისტორია? ახლა წარმოიდგინეთ, რომ ვინ აწარმოებდა კანაფს აგზალვამდე? აი ის იყო ფერმერი ხო? რაღაც მექსიკაში ან რაღაც ტეხასში იყო ტიპი, რაღაც ქონდა რაღაც ეზო და კანაფს, ეს იყო ფერმერი. და ნუ ფერმერია რა, ფერმერები არ არიან მაფიოზები, არ არიან ბარიგები. ფერმერია რაღაც ბუჩქი აქვს. ან 100 ბუჩქი აქვს, 1000 ბუჩქი აქვს. მეტი არაფერი. ბიზნესი იყო ჩვეულებრივად. ის აწარმოებდა ამ თამის კანაფს, ვიღაცა ამას იყენებდნენ ხალხის გამოსაშვებად, ვიღაცა იყენებდა მოსაწევად. და მთელი მეტი არაფერი. მაგრამ როგორც კი შენ აგზალე ეს ფერმერი ხდება ნარკოდილერი თუ ნარკობარონი თუ რაღაც ასეთი რა, ანუ ფერმერი იყო, რაღაც თოხნიდა და არავის არ გონია რომ ადამიანი თოხნის რაღაც წარმოადგენს პრობლემას, როგორც კი შენ აგზალე, ის უკვე რაღაც ბარიგა და ნარკოდილერი და ნარკოლაბორატორია და შემდეგ. ჩვეულებრივ ფერმერი, რომელიც აწარმოებდა, მოყავდა კანაფი, ეხლა იქცევა კრიმინალად. მაგრამ როგორც კი ის იქცევა კრიმინალად, გასაგებია მთელი ეს ჯაჭვი, მთელი კრიმინალი, რომელიც ალკოჰოლზე იყო მიბული, ისევ ამოქმედდა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ნუ აი საწახვალ ხო, ნუ გჭირდება რომ მოისყიდო პოლიციელი, ან თუ საბაჟოზე თქვა მექსიკიდან თუ შემოგავს იქ საზღვარზე მოისყიდო ხალხი, უნდა მოისყიდო გზაში, გჭირდება შერაღებული დაცვა, რომ სხვა კრიმინალთან რაღაც თავი დაიცვა, მერე უნდა რეალიზაცია გააკეთო ქალაქში და ასე შემდეგ. ანუ სიამოვნებაში ინდუსტრიულად კანაფს აღარ ვეღარ იყენებენ, ანუ დიუპონი და ქაღალდის წარმოებლები ბედნიერები არიან, ანუ ლეგალურად უკვე ვეღარ გამოიყენებ კანაფს, თუ ქაღალდი აწარმოებდა, ანუ ბიზნესში ეს გამოყენება შეწყდა, მაგრამ როგორც მოსაწევი ბუნებრივად ვრცელდება. მაგრამ ვრცელდება უკვე არალეგალურად და ეს ხდება მაფიის ერთ-ერთი მთავარი ფულის წყარო. მაგრამ ეხლა უკვე რა შეასაქმე? კანაფი რომ ასე ვთქვათ, მასობრივად აწარმოო, გასაგებია ეს რაღაც შეიძლება მომგებიანია და შემდეგ, იმიტომ რომ რაღაც ვიღაც ხალხი კრიმინალურ ბიზნესია და მოგებიანობის მარჟა მაღალი იქნება ამ ყველაფერში. მაგრამ პრობლემა არის თვითონ წარმოებელს აქვს ერთი ეცვლება мотиваცია. ანუ არ დაფიქრებულა ხალხი, რომელიც ითხოვს ნარკოტიკების აგზავნას, რატომ კლავენ ნარკოდილერები თავის კლიენტებს. არც ეს სხვა ბიზნესში არის მიღებული მოკლა კლიენტი. არც ეს სხვა ბიზნესში არ ხდება ისე, რომ მიდიხარ რაღაცას იყიდი და განზრახ მოკლავენ. გარდა ნარკოტიკების ბაზრისა. და რა არის ისეთი უცნაურობა, რომ ნარკოდილერები ყიდიან მაგალითად უხარისხო ნარკოტიკს, ზოგ შემთხვევაში სპეციალურად არასწორი შემადგენლობის დროს, გამოც ხალხი ან იქვე კვდება, ან რაღაც დროში გაწერილი ისა სიკვდილი, ხო? არავის ეს აზრად არ უშდება. რატომ არ ხდება არც ეს სხვა სფეროში გარდა ამ სფეროს? იმიტომ რომ სიამდვილეში კანაფის აგზავნიდან დაწყებულმა ბრძოლამ ნარკოტიკებთან პრინციპულად შეცვალა ნარკოდილერის мотиваცია. ეხლა რა შეასაქმე? თავისთავად
კანაფს ბუნებრივი არანაირი დამოკიდებულება არ აქვს. ზოგადად ნარკოტიკებს რო დამოკიდებულება აქვს, ეს არის რაღაცნაირი ცალკე მითია. ნუ აი მაგ ყველაზე გავრცელებული ამბავი ჰეროინზეა, როცა ჰეროინი თაგვებს დაუსხეს წყალი და ექსპერიმენტი იყო ცნობილი, წყალი დაუსხეს, მე გვერდზე დაუსხეს რეზერვუარში წყალი, რომელიც გაზავებული იყო ჰეროინით და თაგვებმა ესე იგი ჰეროინიანი წყალი უფრო მოეწონათ და ერთმანეთს სულ იმასვავდნენ და გადაერიან გადახოთს ერთმანეთს და ამავდროულად. აქედან ჩდება აქედან ჩდება, ასე ვთქვათ, იდეა, რომ აი ჰეროინი რაღაც დამოკიდებულებას იწვევს, მაგრამ მე ერთმა მეცნიერმა შეხედა ამ კვლევას და თქვა, რომ რაღაც სისულელი გააკეთო და თაგვები ჩასვით ციხეში. და ციხეში ჩასვით და ჰეროინის მეტი გასართობი არაფერი არ მიეცით. ამან დაიღო და ააწყო ახალი გალია თაგვებისთვის, სადაც აი თაგვების სამოთხე მოაწყო, ბევრი საჭმელი, სექსისთვის ადგილები და ანუ ერთობოდნენ რა თაგვები. და ამ რაღაც თაგვების სამოთხეში დაუდგეს ეს ორი რეზერვუარი, ისევ წყალი და წყალი ჰეროინისგან, ჰეროინით გაზავებული და არავინ არ იყო გასინჯას ჰეროინი და არავინ არ ეკარებოდა, იმიტომ რომ მათ ცხოვრება მოსწონდა. ანუ თავარი ამბავი ხარ, რაც უნდა ცოტა ლირიკული გადასვლა გავაკეთოთ, არის ის რომ გადახვევ უბრალოდ. არის ის რომ სიამდვილეში როცა ჩვენ საუბრობთ ალკოჰოლიზმი იქნება თუ რაღაც სხვა ტიპის დამოკიდებულება რამე ნივთიერებაზე, სიამდვილეში ეს არის დამოუკიდებელი პრობლემა. ეს არის რაღაც სხვა პრობლემაზე პასუხი. ადამიანი როცა მაგას ალკოჰოლს სვავს და ხდება ალკოჰოლიკი, ეს იმიტომ კი არ აკეთებს, რომ ალკოჰოლიზმია მიზანი. ის რომ თავისი ცხოვრება არ მოსწონს, თავის პრობლემები არ მოსწონს, ის ვერ უმკლავდება თავის პრობლემებს და ასე ივიწყებს ამ პრობლემას. და ალევ არ აქვს 1 2 3 4 5 და გავიწყდება რა, უფრო ლამაზი გახდები, უფრო ჭკვიანი გახდები, უფრო კარგად ცეკვავ და ზოგადად ის პრობლემები რომელიც შენ გაქვს, რაღაცნაირად ქრება ან გავიწყდება. აქედან გამომდინარე, როცა ადამიანი ვერ უმკლავდება საკუთარ პრობლემებს, ის ცდილობს გაექცეს. არის სხვა გაქცევის გზები, აი სუიციდი არის ყველაზე რადიკალური, როცა უბრალოდ ამთავრებ ამ პრობლემებს, არის რაღაც უფრო ასე რბილი გზები, ხო? და აი რბილი გზა არის მაგალითად ალკოჰოლი. და ადამიანს ყოველ პერიოდულად სვავს ალკოჰოლს, იმიტომ რომ ყოველდღიურად სულ პრობლემები აქვს, რაც უფრო ხშირად სვავს, მით უფრო საბოლოო ჯამში ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, ხდება ალკოჰოლიკი და ანგრევს თავის ცხოვრებას. მაგრამ ეხლა უყურეთ რა შეასაქმე. თუ ადამიანს ნორმალური ცხოვრება აქვს და მოსწონს თავის ცხოვრება, მაშინ მას არ უნდა არ უშდება სრული გაექცეს. იგივეა მაგალითად ჰეროინი. ვიეტნამში ჩვეულებრივად ყველა თუ არა აბსოლუტური უმრავლესობა ამერიკელი ჯარისკაცის მოიხმარდა ჰეროინს. არანაირი პრობლემა არ იყო, ხელმისაწვდომი იყო და ძალიან გასაგები იყო. ანუ წარმოიდგინეთ რომ რა ვიცი, ომი მიდის, ხალხს ხოცავენ, შენ მეგობარი გუშინ მოკვდა, მეორე მეგობარი შეიძლება ხვალ მოკვდეს, რაღაც საგიჟეთში ხარ, რაღაც ჯუნგლებში, სადაც არ გესმის რატომ ხარ იქ, ვიღაც ვიეტნამელებს ებრძვი, ვიეტნამელები კლავენ შენ კლავ იმათ. რაღაც აი საერთოდ გაუგებრობა არის. ხო და რაღაც მეთაური გეუბნება რომ ხო აი ხა გამოვედით ფრონტიდან, აი ხა უნდა დავისვენოთ ერთ კვირა გვაქვს დავისვენოთ. რა უნდა აკეთო? როგორ უნდა გამოხვიდე? როგორ უნდა დავიწყო ის რაც ყოველ დღე ხედავ? თან ისევ ცოტა დრო აქვს, მე დაისვენო უკან დავბრუნდე რა. ამიტომ ყველაზე მარტივი გზა იყო ჰეროინი გამოგეყენებინა და დაგვიწყებულა ის რეალობა რომელიც შენ ქონდა. ხო და როცა უკვე ამერიკელების გამოყვანის საკითხი დადგა, ძალიან ისეთი შეფოთებული იყო საზოგადოება, რომ რაო გამოვა, რომ 10,000-ობით ნარკომანი, რომელსაც შანს შეერაღებული ომი გამოიარა, დაბრუნდებას ქვეყანაშიო და ღმერთმა იცის რა მოხდებოდა, ხალხი ეშინოდა. მაგრამ ხალხი დაბრუნდა და არც არაფერი. მათი აბსოლუტური უმრავლესობა 95% აღარ იყო ნარკოდამოკიდებული, ანუ ომის დროს ნარკოდამოკიდებული იყო, მაგრამ როცა დაბრუნდა, უბრალოდ ბუნებრივად შეეშვა. იმიტომ რომ ცხოვრება, რომელიც მას დარჩა, ერთი გთხოვ რომ ვიღაც სპამობს აშკარად და გთხოვთ ნუ სპამავთ ჩატს, იმიტომ რომ ხედავ რომ სპამავთ და კიდე უაზრო რაღაც სულელური კომენტარების გამო უბრალოდ გაგაჩერებთ, ამიტომ თავი შეიკავეთ, აზრი ცდილობთ დააფიქსოთ, კითხვა შეიძლება დაწეროთ, მაგრამ უაზრობებს ნუწეს ძალიან გთხოვთ. და აქედან გამომდინარე, როგორც კი დაინახეს უკეთესი ცხოვრება, ეს ცხოვრება, ასე ვთქვათ, მოეწონათ და შეეშვნენ ნარკოტიკს. ჰეროინს ამ შემთხვევაში. ხო და აქედან გამომდინარე, მთელი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ რაღაც დამოკიდებული რომ თავისთავად პრობლემა არის. პრობლემა არის, რის გამოც ჩდება ეს დამოკიდებულება. რატომ ამბობს ადამიანი უარს იმ თავის ცხოვრებას, რომელიც აქვს და ის თუ ცხოვრება ასე ვთქვათ, ნორმალურია, მას მოსწონს, მაშინ მას არ უშდება სრული რა დალიოს ლიტრა არაყი და ასე ვთქვათ გაექცეს ამ ცხოვრებას.
პირიქით მას მოსწონს ეს და თუ ცუდი ცხოვრებაა, პირიქით გახდება ალკოჰოლიკი. იგივე შეიძლება თქვა მაგალითად ჰეროინს. აქედან გამომდინარე თვითონ იდეა რომ ეს რაღაც ნარკოტიკები რაღაც დამოკიდებულებას იწვევს, უკვე მცდარია, იმიტომ რომ თვითონ დამოკიდებულების ასე ვთქვათ გაჩენის სურვილიც კი რაღაცნაირად სხვა პრობლემის ასე ვთქვათ გამოძახილია. მაგრამ ეს ჩვეულებრივ იმ ნივთიერებებზეა საუბარი, რომელიც ოკეი, რაღაცნაირად ბუნებრივად გაჩნდა და გავრცელდა, მათ შორის იყიდებოდა მაღაზიებში და ასე შემდეგ. მაგრამ რაღაც მომენტში თვითონ ნარკოდილერის გადმოსახედიდან ასეთი ტიპის ნარკოტიკი, რომელიც არც დამოკიდებულებას იწვევს, არც ვთქვათ, ჯანმრთელობის ზიანს იწვევს, არის წამგებიანი. რატომ? იმიტომ რომ როგორც კი ეს გახდა არალეგალური, ხალხი, რომელიც რისკის მიმართ, ასე ვთქვათ, რისკის აღება არ უყვართ, ისინი ამ ბაზარს რაღაცნაირად ჩამოცილდნენ და ვინ არის ეს? პირველ რიგში ეს არის ხალხი, რომელიც ასაკში არის. აი წარმოიდგინეთ, რომ ახალგაზრდა ბიჭს პირიქით მოსწონს, რომ არალეგალურია. თუმცა არალეგალურობა პირიქით იზიდავს ახალგაზრდა ხშირად. ამიტომ ეს რაღაც ნარკოტიკი არალეგალურია, ვიღაცა შეიძლება პირიქით ინტერესი გაუჩინოს და წავიდეს და გასინჯოს. რა არის საინტერესო, რა არის ეს არალეგალური, რას მიგზალავენ ეს დიდი ბიჭები და გოგოები. მაგრამ წამოვიდეთ ადამიანი, რომელიც გაიზარდა, რაღაც ოჯახი ყავს უკვე, ბავშვები გააჩინა, რაღაც ბანკში მუშაობს და მას ყველაზე ნაკლებად ჭირდება, რომ სადღაც პოლიციამ დაეჭიროს, იმიტომ რომ რაღაც არალეგალურ ნივთიერებას ყიდულობს. არ აქვს მნიშვნელობა, კარგია, ცუდია ნივთიერება, მოსწონს, არ მოსწონს, უბრალოდ ბუნებრივად არ ჭირდება ასეთი რისკის თავის თავზე აღება. ამიტომ ადამიანს რომელიც ცხოვრება დაულაგდა და რანე პრობლემა არ აქვს, კაი შეიძლება გასართობად გამოიყენოს რაღაც ნივთიერება და იყიდოს, მაგრამ ამის ალბათობა მცირდება და მცირდება. ამიტომ სიამოვნებაში შენი კლიენტი არის რაღაც პირობითად 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდა ბიჭი უმეტესწილად ბიჭებზე, უფრო რისკის მომყვარულები არიან კაცები ვიდრე გოგოები. აი ესეთი კლიენტურა ჩამოყალიბდა. თან იცი რომ შენ თუ ამ ადამიანს აწვდი ასე ვთქვათ ისეთ ნივთიერებას, რომელიც მას არ მოკლავს, არ დააზიანებს, დამოკიდებულებას არ გამოიწვევს, 25 წელს მას დაკარგავ. მაგრამ წარმოიდგინე რომ შენ პირიქით მოიქცე. თუ შენ დაუშვათ შექმნი ქიმიურად რამე ნივთიერებას, რომელიც მართლა დამოკიდებულებას გამოიწვევს და იმდენ ისეთ დეგრადირებას გამოიწვევს მის ფსიქიკის, რომ აი რამდენიმე წელი იცოცხლეს, მაგრამ სანამ აი მოკვდება თლიანად ასე გამოფიტავს არა მარტო ფიზიოლოგიურ ენერგიას, არამედ ფულს, რესურსებს, მას და თელ მის ოჯახს. თუ დაფიქრდებით, ეს ბევრად მომგებიანია, ვიდრე მიაწოდო ასე ვთქვათ ნორმალური ხარისხიანი ნივთიერება. იმიტომ რომ თუ შენ რაღაც წესიად იქცევი, როგორც ნორმალური ბიზნესმენი, მაშინ 5-7 წელიწადში დაკარგავ კლიენტს. და ის მოვა ძალიან იშვიათად, იმიტომ რომ ის რომ არალეგალურია, რაღაც რისკებია და მართლა შეიძლება გართობის ამბავში პერიოდულად შეთან მოდიოდეს. მეტი არაფერი, მაგრამ შენ თუ შექმნი რაიმე ქიმიური ისეთ ნივთიერებას, რომელიც ძალიან მალევე გამოიწვევს დამოკიდებულებას და ადამიანის დეგრადირებას, მაშინ საბოლოო ჯამში ადამიანი გახდება შენი მუდმივი კლიენტი, ის გადალახავს თავის რისკს პოლიციისადმი, ის სულ შენთან ივლის და თლიანად არა მარტო თავის ფულს დახარჯავს, ყველას ფულს დახარჯავს. აი ამ ვიღაც სულელს დავაჰაიდებ უსმინოს თუ უნდა, მაგრამ ეს ხალხს აი რო არაზოვნეს ნერვები მიშლება ხოლმე რა ადამიანი მოდის და რაღაც აი დებილობას იმეორებს ხო შეიძლება რომ უბრალოდ ცოტა ინტელექტი დაძაბოთ. ხო და ესე იგი რა შეასაქმე? თვითონ ადამიანი ბარიგას როდესაც ეძახიან, ხო მას უჩნდება მოტივი, არა ისეთ ეფექტის ხარისხიანი ნარკოტიკი მიაწოდოს. არამედ პირიქით საშიში მიაწოდოს. იმიტომ რომ ისიც რომ ეს კლიენტს მაინც დაკარგავს. ჯობია იმ 7 წელიწადში მოკლავს, მაგრამ ეს თლიან გამოფიტოს. ის რაც მართლა საშიშია, რაც მართლა პრობლემაა, რისაც ხალხი ეშინია. სინამდვილეში იმიტომაც ასეთი ტიპის ნარკოტიკები იმიტომაც ჩამოყაჩდა, რომ სინამდვილეში ადამიანებმა თავისი ამ რაღაც უაზრო რეგულაციებით გაუჩინეს ნარკოდილერებს სტიმული თავისივე კლიენტი მოკლას. გარდა სხვა ბევრი სტიმულისა, მაგალითად კანაფით რო გადაიტანო ერთი საჭიროთო მანქანა უფრო რთულია მის დამალვა, ვიდრე რაღაც ქიმიური ნივთიერება, რომელიც შეიძლება ერთ პატარა პარკში დაეტიოს. და აქედან გამომდინარე საბოლოო ჯამში
როცა ეს გახდა არალეგალური და ამაზე სულ კაცდებოდა კონტროლი, თვითონ ნარკოდილერებს გაუჩნდათ მოტივი, რომ შეექმნათ რაიმე რაც უფრო დამოკიდებულებას გამოიწვევდა, უფრო ზიანის მომტანი იქნებოდა, მაგრამ სანაცვლოდ ადამიანს, ასე ვთქვათ, აიძულებდა სულ უფრო და მეტი ფული მოეტანა დილერთან. ამიტომ თუ რამე მართლა ქიმიური და საშიში ნარკოტიკი არსებობს, ეს ყველაფერი შეიქმნა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ნარკოტიკები არის აკრძალული. და თუ ნარკოტიკი არ იქნებოდა აკრძალული, აი წამოიგეთ რამდენად აბსურდული იქნება, რომ თქვენ მიხიდეთ აფთიაქში და დაინახოთ 20 სხვა ნარკოტიკი და ფარმაცევტი გეუბნებათ. აი მაგალითად LSD. აი LSD-ს ასე რაღაც. მაგრამ თქვენ არაფერი არ დაგემართებათ, აი ესეთი ეფექტი გექნებათ, აი ეს და ეს. არის საშიში, აგერ აი იარქი, აგერ რაღაც კრებები რო გაჩვენეთ, აი ნახეთ LSD სად არის. აგერ თქვათ რა ვიცი, კოკაინი, აგერ LSD. და მე აგერ კრეკი, აი კრეკი უკვე საშიშია, ეს რაღაცას დაგაზიანებს. ეს მე აგერ კიდე რაღაც, აი ეს მოკლავთ. აი ეს ახლა რო გაიკეთოთ, დღესვე მოკვდებით. აქ მოკვდებით ერთ კვირაში, ეს უკვე 5 წელიწადში. აი თქვენ ხო უბრალოდ ვერ წამოიგეთ რომ ეს ხდებოდეს, ხო? ანუ ფარმაცევტი ხო ამას არ იზამდა. გარდა იმისა, რომ ზოგადად ფარმაცევტი ამის გამო ციხეში წავიდოდა, უბრალოდ, მაგრამ რომც ეს ნებადართული ყოფილიყო რატომღაც, არც ერთი ჭკვად ყოფილი ადამიანი ხო არ იყიდიდა იმ ნივთიერებას, რომელიც მას მოკლავს. თქვენ რო ხა და მორფი რო გაიკეთოს ადამიანმა, ან ჰეროინი ერთხელ გაიკეთოს, ამის გამო ნარკომანი ხო არ ხდება. ფეხი რომ მოიტეხოთ ევროპაში, დიდი ალბათობით სუფთა ჰეროინს ან მორფს გაიკეთებენ და არანაირი პრობლემა არ გექნებათ, ანუ არ გახდებით ნარკომანი ამის გამო. მაგრამ და ჩვენ ტკივილ გამაყუჩებელია, ხო? და უამრავი სხვა ისა აქვს დანიშნულება ამ ყველაფერს. მაგრამ რეალობაში ადამიანები ის რა ქვია, ვერ ხვდებიან ამ კანონზომიერებას და გონიათ რომ რადგან აკრძალეს რაღაც, ამას არ გამოიყენებენ, მაგრამ სიამოვნებაში შეიძლება ეს რაღაც არ გამოიყენონ, რომ ამის სანაცვლოდ მე იყენებენ კიდე უფრო საშიშს. მე აკრძალენ ამას, მე კიდე უფრო საშიშს და სიამოვნებაში ყველა დღევანდელი პრობლემა არის იმის შედეგი, რომ უბრალოდ აკრძალულია, რა ვთქვათ, ბუნებრივად ის ნარკოტიკი ბუნებრივად გაჩნდა. იქნება ეს ოპიოიდების რაღაც ნაწილი, კანაფი, LSD შემდეგ შეიძლება ის რაღაც ქიმიურად იყოს შექმნილი, მაგრამ უბრალოდ ადამიანები რაღაც სხვა მიზნებისთვის აკეთებდნენ ამას. ეხლა შემდეგი განვითარება, ანუ წამოიგინეთ რომ თვითონ мотиваცია გაჩნდა. ის არ მოხდა ერთ დღეში და ორ დღეში, მაგრამ თვითონ мотиваცია გაჩნდა ნარკოდილერების, რომ რაც შეიძლება უფრო მარტივად დამალვადი ნივთიერება იყოს, რაც შეიძლება უფრო დამოკიდებულების გამჩენი ნივთიერება იყოს, დამაზიანებელი და ასე შემდეგ. ეს არის რაც რა მოტივებიც იყო და ამიტომ თანამედროვე ნარკოტიკების, ასე ვთქვათ, მრავალფეროვნება, რომელშიც ძალიან ბევრი საშიში მართლა ნივთიერება, სინამდვილეში იმიტომაც გაჩნდა, რომ ასეთი мотиваცია რო არ ქონდა ნარკოტიკებს, არავის აზრად არ მოვიდოდა ეს. ეს ყველაფერი ვითარდება, გრძელდება. ამასთან სულ უფრო და უფრო ბედფულ შოულობს ნარკომაფია. ნარკომაფია სულ უფრო ძლიერდება. ძლიერი ნარკომაფიის წინააღმდეგ ძლიერდება პოლიცია. ნარკომაფია იმდენად ძლიერდება, რომ მთელი კოლუმბია, მექსიკა, მე ავღანეთი ფაქტობრივად მთელი ქვეყნების კონტროლს იწყებენ, თარობების კონტროლს იწყებენ და თავისად ჯარი და წყალქვეშა ნავები და რაღაცა. ეხლა და ამერიკა სათანადო იწყებს გაძლიერებას, ავღანეთში ომი არ მოხდებოდა, რომ არა ნარკოპოლიტიკა ფაქტობრივად თელეს ტალიბების და რაღაცების ფულის წყარო იყო ჰეროინი. ჰეროინის წარმოება რო შესაძლებელი იყოს, რა ვიცი, რუსეთში, არავინ არ იყიდე და ავღანეთში. ამიტომ არ იქნებოდა ფული იმ რაღაც ტალიბებს და ასე შემდეგ. იგივე შეიძლება თქვა კოლუმბიაზე, რომ კოკაინი ყოფილიყო ისე თავი მომწოდებელი კოკაინის. კოკაინი რო ყოფილიყო ლეგალური ამერიკაში, აზრად არ მოვიდოდა, კოლუმბიაში არ გაჩნდებოდა არანაირი ნარკოკარტელები და ასე შემდეგ. სიამოვნებაში ყველაფერი რაც თქვენ ცუდი იცით, ნარკოკარტელები იქნება, ხალხის დახოცვა, ქიმიური რაღაც საშიში ნარკოტიკების ხალხს კლავს. ეს ყველაფერი არის ნარკოტიკებთან ბრძოლის შედეგი. არც ერთ შემთხვევაში უბრალოდ ფიზიკურად ვერ გაჩნდებოდა ვერც ნარკომაფია, ვერც რაიმე ისეთი ნივთიერება, რომელიც ადამიანს კლავს, უბრალოდ იმიტომ, რომ არც ერთ ბიზნესს აზრად არ მოუვა, ფარმაცევტს არ მოუვა აზრად გაყიდოს ის, რაც კლავს. ესეთ ციხეში ჩასვენ, მაგრამ ზოგადად ამით კლიენტს კარგავს. არ არის მომგებიანი, პირიქით შემჭირდება, რომ მთელი ცხოვრება შენი მომხმარებელი იყოს. ამიტომ ისეთ ნარკოტიკები უნდა მიაწოდოს, რომელიც მთელი ცხოვრება გამოიყენებს და არა რამდენიმე წელი და მოკვდება. მაგრამ რადგან კრიმინალურ ბიზნესში მხოლოდ ახალგაზრდა ბიჭები არიან უმეტესწილად ჩართული, ის ახალგაზრდა ბიჭი გაიზრდება თუ არა, შენ უკვე აღარ გაღებულობს. თავადია იმ მომენტში მაქსიმალური წაგლიჯო. აქედან იწყება ეს მოტივი, რომ რაც შეიძლება, ვთქვათ, დიდი გავლენის ფსიქიკაზე თუ ჯანმრთელობაზე ნივთიერება ჭირდება, რომ უცბად დაითრიოს კლიენტი, ერთხელ მაინც მოვიდა და შეიძლება დაგვაქვს მაქსიმალურად ყველაფერი წაგლიჯო.
და კიდე ერთი მომენტი, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო, რომ ვთქვი, რომ აი ბიზნესმენები არ კლავენ თავის კლიენტებს, ნარკოდილერები ზოგადად კლავენ. მე ხარ დავასრულებ სხვა გამოკითხვა, სხვადასხვა მეგონი 10 და უკვე. ეხლა მე მინდა სპეციალურად იმათვის ვილაპარაკო, ვინც თქვა, რომ ნარკოტიკების გამოყენება უნდა იყოს ლეგალური და დანარჩენი ყველაფერი უნდა იყოს აკრძალული. ასეთები იყო სულ 17%, ანუ 71% ჩემი მაყურებლის ეხლა ნარკოტიკების ლეგალიზაციას უჭერს ხარს ჩემნაირად. მაგრამ ნუ აი 17% მოიძებნა ისეთი, ვინც ამბობს, რომ მხოლოდ მოხმარება უნდა იყოს ლეგალური. ეხლა მთელი ამბავი რა არის? სინამდვილეში ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია რაღაც გაგებით კიდე უფრო საშიშია, ვიდრე მისი აკრძალვა. რაშია საქმე? სინამდვილეში წამოიდგინეთ, რომ როგორ არის ნარკომაფია აწყობილი. ნარკომაფია აკონტროლებს თელ ჯაჯს, წარმოებიდან მიწოდებამდე. ჩართული მოსყიდული იყოს პოლიცია. მაგალითად, საქართველოში უბრალოდ შეუძლებელია ჰეროინის ის მასშტაბი, რომელიც გამოიყენება არალეგალურად, შემოდიოდეს და გადიოდეს ისე, რომ ამაში არ იყოს ჩართული ან პოლიცია, ან სპეცსამსახურები, ანუ ვიღაცა რო არ იყოს ამაში, ამის ფარველობაში, უბრალოდ ვერ იარსებებდა. იმდენად დიდი მასშტაბის ბიზნესია. და ამიტომ ზოგადად ნარკომაფია ყველა ქვეყანაში შერწყმულია ხელისუფლებასთან. ამერიკაში ჩვეულებრივად ახლა იცით რომ დიდარ ადამიანებს არანაირი პრობლემა არ აქვს კოკაინზე წვდომის და არანაირი პრობლემა არ არის ასე ექსტაზიზე წვდომის და ასე შემდეგ. ანუ ჩვეულებრივად ეს ინდუსტრია არსებობს. ეს ინდუსტრია რაღაც სადღაც შეიძლება ლეგალური შეიძლება ექსტაზი შეიძლება მარტივად ხელმისაწვდომი იყოს გერმანიაში და ნაკლებად ხელმისაწვდომი იყოს, რა ვიცი, რუსეთში, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან მარტივად არის, შენ თუ ფული გაქვს, რუსეთშიც გექნება ექსტაზი, გერმანიაშიც, საქართველოშიც და ამერიკაშიც. ანუ ზოგადად დიდარი ადამიანებისთვის ეს ხელმისაწვდომია, კოკაინი ხო მთლიანად, რა ვიცი, გემებით დემით დააქვთ და ყველა მოიხმარს ფაქტობრივად, ყველაზე გავრცელებულია დიდარ ადამიანებს შორის ნარკოტიკი, ჰოლივუდი და სპორტსმენები და რაღაც მთელი ამბავი. ანუ ცნობილი ამბავია რა. ხო და ამიტომ ეს ვერ მოხდებოდა ბუნებრივია ეს ვერ მოვიდოდა, ვერ მოხდებოდა, რომ არა შეწყმა ნარკომაფიის ხელისუფლებასთან. ანუ ყველგან ეს არის. მაგრამ უყურეთ რა ხდება ამ მომენტში ადამიანები დაბოშად ამბობს, რომ მოდით მოვახდინოთ დეკრიმინალიზაცია, მოდით მოხმარება იყოს დეკრიმინალიზებული, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი აგვგზავნოთ. ანუ სიამდვილეში ნარკომაფია რჩება, ხო? ანუ უბრალოდ ვინც აწარმოებს, ვინც ყიდის, ვინც ქრთამს აძლევს პოლიციას, ვინც ქრთამს აძლევს ვიღაცას, ეს ყველაფერი რჩება. მაგრამ თვითონ მოხმარებელი, რომელსაც შეიძლება ვიღაცას ეშინოდა, რომ ეყიდა რაღაც და ამიტომ არ მოდიოდა, ის მაინც უფრო მარტივად მოდის. ნუ შეიძლება პირიქით მოხდეს ვიღაც ახალგაზრდა ბიჭის შემთხვევაში, რომელიც იმიტომ რომ აკრძალული იყო, ამიტომ ეძებდა რაღაცას. მაგრამ ზოგადად თვითონ მოხმარებლისთვის რაღაც ბარიერები ჩახსნილია. ამიტომ თეორიულად დეკრიმინალიზაციამ შეიძლება გამოიწვიოს რაღაც ბაზარზე წვდომა. მაგრამ პრობლემა ეს არის, გასაგებია, რომ რაღაც მორალური თვალსაზრისით ეს უკეთესია, მაგრამ მე რა ხდება? უყურეთ, აი დაუშვათ მოვეხციეთ დეკრიმინალიზაცია და მე საუბრობ კი, მაგრამ აი თუ მე შემიძლია მოვიხმარო რაღაც ექსტაზი მაგალითად. და რა ვიცი, ნუ თუ არ შეიძლება რომ ეს ექსტაზი იყიდებოდეს კლუბში ლეგალურად. რატომ ჭირდება ამის არალეგალური რაღაც? და დაუშვათ საზოგადოება მიხვდა, ანუ ჩართო ინტელექტი, დაძაბა ტვინი და მიხვდა რომ აი გაიგო ვაფშე ექსტაზი რა არის, თუ არა ფშორში არის მაგალითად ჰეროინთან და გაიაზა რომ ნუ პრინციპში ალბათ ექსტაზი ნუ შეიძლება თქვა კარგად არა, მაგრამ რაღაც დონეზე ხალხი ამბობს რომ აი ხა ვიღაცა რომ ექსტაზი ლეგალური გახადოს, ამის გამო მიტინგი არ მოხდება. აი რაღაც ამით ასეთი აზრი რო ყალიბდებოდეს საზოგადოებაში. აი სანამ ეს აზრი ჩამოყალიბდება, პირველი რაც მოხდება, კლუბში ვიღაცას მოკლავენ. ზედოძერებით. სიამდვილეში ყველაზე გავრცელებული ინსტრუმენტი ნარკომაფიის არის მოკლა ადამიანი, რომ მე ატეხო, ასე ვთქვათ, ამბავი, აი ნახეთ, ნარკოტიკები კლავენ. თქვენ თუ გონიათ რომ შემთხვევითობის ამბავი, ეს ძალიან ცდებით არის. რაღაცა შეიძლება შემთხვევითობის ამბავი იყოს, მაგრამ ასეთი გახმაურებული სიკვდილები როგორც არის დაგეგმილი. ხალხს სპეციალურად კლავენ და მე პოლიტიკოსები და მედია რომელიც ნარკომაფიასთან შეიძლება არის შერწყმული ან მოსყიდულები არიან მათ მიმართ, შეიძლება პირდაპირ, შეიძლება ირიბად, შეიძლება იცოდნენ რომ ნარკომაფია მოისყიდა და შეიძლება არ იცოდნენ. მაგრამ ნარკომაფიის მიერ მოსყიდული პოლიტიკოსები და მედია იწყებენ ტირაჟირებას იმას, რომ აი ნახეთ, კლუბურმა ნარკოტიკამ მოკლა ახალგაზრდები. კლუბურ ნარკოტიკს არ მოუკლავს ახალგაზრდები. ნარკომაფიამ სპეციალურად მოკლა ეს ახალგაზრდა.
ანუ ის სიამდვილეში სპეციალურად მიაწოდა ისეთი ნივთიერება, რომელიც მას მოკლავდა, რომელიც ადამიანს იყენებდა და არ იცოდა რას იყენებდა. და ამიტომ ბუნებრივად ეგონა რო თქვა პირობითად MDMA იყო და სიამდვილეში შეიძლება ოპიოიდი იყო შინთ და ამიტომ სულ სხვა ეფექტი ჰქონდა და სულ სხვა რეაქცია მისცა. ანუ სიამდვილეში შენ თუ არ იცი რაღაც ანტიბიოტიკს რო სვავდე და არ იცოდი რომ ანტიბიოტიკია და გეგონას რომ ვიტამინებს სვავ, ისევე ხო დააზიანებს შენ ორგანიზმს. იგივე ამბავი ეს არის. ამიტომ ყველაზე გავრცელებული ინსტრუმენტი ნარკომაფიის თავისი ბიზნესის დაცვის და თავისი ბიზნესი როგორ უნდა დაიცვა, უნდა დატოვოს შეზღუდვა. ანუ თუ ნარკოტიკები აკრძალულია, ნარკომაფია ყოველთვის ფულს შოულობს. როგორც კი ის აღარ იქნება აკრძალული, ნარკომაფია გაქრება. მასთან ერთად გაქრება ზოგადად ორგანიზებული კრიმინალი. და თავარი ინსტრუმენტი ამის არის ის, რომ ერთი მხრივ ნარკომაფია შეიძლება აწყობდეს დეკრიმინალიზაცია რაღაც ტიპის ნარკოტიკების, მაგრამ მეორე მხრივ არ უნდა დაუშვას ლეგალიზაცია. ამიტომ როგორც კი რაიმე აზრი საზოგადოებას ჩამოყალიბდება, რომ შეიძლება ლეგალიზაცია მოხდეს, თავარი ინსტრუმენტი ნარკომაფიის არის ვინმე მოკლას. და მე ამ მოსყიდული პოლიტიკოსებით და მოსყიდული ჟურნალისტებით გაავრცელოს საზოგადოებაში აზრი, რომ თურმე ეს ნარკოტიკი კლავს. ნარკოტიკი არავის არ კლავს ბუნებრივად, ნარკოტიკი კლავენ ერთმანეთს ადამიანები. და ვინაიდან ადამიანები კლავენ ერთმანეთს, ну რა ვთქვი, შეიძლება ნარკოტიკით მოკლა, შეიძლება თოფით მოკლა, შეიძლება დანით მოკლა, შეიძლება მუშტით მოკლა, მაგრამ საბოლოო ჯამში თვითონ ნივთიერება არაფერში არ არის. ხო არის რაღაც სხვა პროცესის შედეგი. მაგრამ ვინაიდან ადამიანებს არ აქვს ეს უნარი, ეს მიზეშედეგობრივი ჯაჭვი დაინახოს, საბოლოო ჯამში ამიტომაც ეს უსინდისო მოსყიდული პოლიტიკოსები ყველაზე თუ გაინტერესებთ ვინ არის ნარკომაფიაზე, რომელი პოლიტიკოსი მუშაობს, ის პოლიტიკოსი, რომელიც ყველაზე მეტად ებრძვის ნარკოტიკებს. ანუ სიამდვილეში ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ნარკომაფიის წყარო. შეიძლება პოლიტიკოსი იდიოტი იყოს ბუნებრივი, ანუ ამას ვერ გამორიცხავ, ანუ თავისი იდიოტიზმით აკეთებდეს ამას, მაგრამ თუ ვიღაცა შეგნებულად აკეთებს და თქვენ ეჭვი არ გეპარებათ, რომ ის ჭკვიანია, ჩათვალეს, რომ ნარკომაფიას ფული ფინანსდება. შეიძლება ირიბად, მაგრამ ფაქტობრივად იღებს ფულს და შემოწირულობას იმისთვის, რომ ასეთი პოზიციები დაიცვას. იგივეს აკეთებს პოლიციას, ანუ სიამდვილეში ნარკოტიკებს ეგრევე ხო ორი მტერი ყავს, პოლიცია და ნარკომაფია. ნარკომაფიას თვითონ თავარი ფულის წყაროა და პოლიცია უბრალოდ არ დაჭირდებოდა პოლიციის დიდ ნაწილი, რომ არა აკრძალული ნარკოტიკები. მეტიც ნარკოტიკებს იყენებენ მათ შორის ხალხის კონტროლისთვის, იმიტომ რომ ჩაუდო ნარკოტიკი უფრო მარტივია, რომ მე მაგალითად რაღაც დაიჭირო თუ ნარკომანია და რაღაც შენზე დამოკიდებული რაღაც კომპრომატი გაქვს, შეგიძლია უფრო მარტივად მართო ეს ადამიანი და სპეცსამსახურები დარწმუნებული ვარ, ვინმე სადმე რამ ნარკოტიკი თუა გასინჯული ხელისუფლებაში ყოფ ადამიანს, ვინმეს ყველაზე ექნება ჩანაწერი გაკეთებული და აი მემაც კოკაინშიქს და რაღაცას რო ეძახდნენ გახარიას, ეს ხო უბრალოდ ეს ძალიან გავრცელებული ამბავი იქნება, იმიტომ რომ ფაქტობრივად შეუძლებელია რომ ვერავინ ვერ დაიჯერებს, რომ ხელისუფლებაში ყოფი ადამიანები არც ისე არ არის კოკაინი. უბრალოდ ამას არავინ არ დაიჯერებს სამსახურში. ხო და წარმოგიდგენთ, რომ ესეთი ხალხის კონტროლის ინსტრუმენტია, ძალაუფლების ინსტრუმენტია პოლიციისთვის და ძალიან დიდი ფულის წყარო და არსებობის წყაროა ნარკომაფიისთვის. ამიტომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ნარკოტიკები იყოს აკრძალული. ნებისმიერ სულელ დებილ ბოტს დააფინანსებენ, რომელიც ინტერნეტში შევადრამე დებილობას დაწერს. პოლიტიკოს დააფინანსებენ, რომელიც თქვით, რომ ნარკოტიკებს უნდა გამოუცხადოს ბრძოლა, იმიტომ რომ ნარკოტიკების ბრძოლა მიდის წლებია. ამერიკაში მეტი არავინ არ ებრძვის ნარკოტიკებს. მაგრამ სულ უფრო და უფრო მძიმე მდგომარეობა ამერიკაში. დააფინანსებენ რამე NGO-ს, რომელიც ებრძვის რაღაც ნარკოტიკებს, დააფინანსებ ვიღაცას, ვინც იტყვის, რომ ჩვენ მჭირდება, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ნარკომომხმარებელზე, ეს არის დაავადება და მათ ჭირდება მკურნალობა და აი მაგრამ უნდა გაუცხამოთ და ბრძოლა ბარიგებს. აი ეს ჩათვალეთ, ან იდიოტები ან მოსყიდულები. მეტი არანაირი სხვა ვერსია არსებობს, იმიტომ რომ შენ თუ რაღაც საქმეში ოდნავ გარკვეული ხარ, ამას არასდროს არ იტყვი. ხო და ნუ აი რა შედეგი დგება ამის საბოლოოდ. საბოლოოდ აი ყველაზე კარგი მაგალითი ისევ ამერიკა გვატებს, იმიტომ რომ ჩვენ რეალობაში საერთოდ ვერც კი არც კი გვიფიქრი, არც კი გველაპარაკია ნარკოპოლიტიკაზე. ჩვენ რეალობაში არც რაღაც ქონია დისკუსია რა არის ნარკოპოლიტიკა, როგორი უნდა იყოს. 90-იან წლებში ხალხი წამალზე იჯდა. კი ბატონო 90-იან წლებში ვინმე ახსოვს საერთოდ როგორი იყო? მე მახსოვს და არაფერი კარგი იქ არ იყო. ამიტომ ძალიან გასაგები იყო, რომ ახალგაზრდა ბიჭს, რომელსაც არანაირი პერსპექტივა არ ჰქონდა და ხან ვიღაცას კლავდა, ხან ძარცვავდა, შუქი არ იყო, გაზი არ იყო, ხელფასი არ იყო, ინფლაცია იყო, ვინვის ძარცვავდა ვერ გაიგებდი, ომი იყო, ასე შემდეგ, რომ ის ნარკოტიკი აერჩია, ან ალკოჰოლი აერჩია რა, ალკოჰოლიზმით არ კვდებოდა ხალხი. სიამდვილეში ძალიან გასაგები რეაქცია იყო ჩვენი
არაადეკვატური წესრიგის. მაგრამ წარმოიდგინეთ რა ხდება როგორც კი ცხოვრება და ლაგდება, მე ჩვენ ბუნებრივ ადამიანებს ამაზე უარს ამბობენ, მაგრამ ჩვენ ამაზე არ გვიფიქრა, არც არ გვილაპარაკია, მაგრამ ამერიკაში ამაზე ფიქრობენ, ლაპარაკობენ, დისკუსიები მინდეს და ჩვენ ამერიკაში ხედავთ განსხვავებულ მიდგომას, რა სხვა შტატების სხვა ტესტავენ, ბევრ შემთხვევაში მარიხუანა ლეგალური არის ბევრ შტატში, სხვა ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია ხდება, ზოგჯერ პირიქით გზალავენ, ზოგჯერ ამკაცრებენ, მთელი ამბავია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის საერთოდ ეს იდეა, რომ მოდი მაქსიმალურად შევზღუდოთ ეს ოპიოიდები და ესე იგი ჰეროინთან ბრძოლა ისეთ მასშტაბამდე მივიდა, რომ ჰეროინის მოხმარება რადიკალურად შემცირდა. ოღონდ ნარკოტიკის მოხმარება კი არ შემცირდა, ნარკოტიკის რაოდენობა კი არ შემცირდა. პირიქით, ჰეროინი ჩაასვლა ფენტანილით. და დაიწყო ფენტანილის ეპიდემიას ეძახიან. ფენტანილი არის ტრანკვილიზატორი. რომელსაც, ტრანკვილიზატორია, რომელსაც ოპერაციის დროს იყენებენ, რომ ადამიანი რაღაც, ასე ვთქვათ, ნარკოშის გაუკეთონ და ასე ვთქვათ, დააძინონ და ამ მომენტში რაღაც ოპერაციას უკეთებენ. ბევრად უფრო საშიში, ანუ ბევრად უფრო საშიში არა, ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ჰეროინი, რაღაც მე ხა ზუსტად ვერ ვიტყვი, 100-ჯერ უფრო ძლიერი შეიძლება იყოს. და მინიმალური შეცდომაც კი დოზირებაში იწვევს ადამიანის გარდაცვალებას. და ამიტომ ძალიან გაიზარდა სიკვდილიანობა. თვითონ ფსიქოლოგიური ეფექტი ფიზიოლოგიურად ბევრად უფრო ძლიერი აქვს და ფაქტობრივად ძალიან პრობლემა ოპიოიდების ამერიკაში კიდევ უფრო გამძაფრდა და ანუ ჰეროინის მოხმარება შემცირდა, მაგრამ ხალხმა დაიწყო ფენტანილის ჩანაცვლება ჰეროინის. მაგრამ ეს იყო ხო და თან ერთად ამ ფენტანილის წამოება ძალიან მარტივია რა. ჩვეულებრივად რა ვიცი, უზარმაზარი ნაკადი მოდის ჩინეთიდან რაღაც ჩვეულებრივი წამალია, რომელსაც რა ვიცი, ექიმები იყენებენ, ამიტომ რაღაც ჩვეულებრივი წამალია. რა ვიცი, იმას ხო ვერ აგზავნავ იმ წარმოებას და დაიწყო მისი რეგულაციები, შეზღუდვები, რომ რაღაც ექიმებთან მიდიოდეს მარტო შემთხვევით არ გავიდეს სხვაგან, მაგრამ ამას ვერ გააკონტროლებდა, ამიტომ ძალიან გავრცელდა. მაგრამ ამას მოყვა უზარმაზარი ახალი რაღაც პროგრამები, შეზღუდვები, ბრძოლა, ჩინეთთან ჩავიდა ბაიდენი და ეუბნებოდა სი ძინპინს, რომ ფენტანილი არ შემოიტანოთ ამერიკაში ამდენიო, და რაშვაშია შენივე დებილური ნარკოპოლიტიკის შედეგი, რომ ხალხი ფენტანილს იყენებს. მე ამით არ დაამთავრდა ეს ამბავი. ეს ფენტანილის გამოყენება რომ შეიზღუდა, ხალხმა ნაკლები ნარკოტიკები კი არ გამოიყენეს. არამედ დაიწყეს გამოყენება ტრანკვილიზატორის, რომელიც ძაღლების თუ რაღაც ცხენების თუ რაღაც იყენებდნენ. ანუ ფაქტობრივად კიდევ უფრო საერთოდ რომელიც ფენტანილზე კიდე 100-ჯერ უფრო ძლიერია, იმის გამოყენება დაიწყეს და კიდევ უფრო მეტი გაიზარდა სიკვდილიანობა. კიდევ უფრო ცუდი ეფექტი ჰქონდა ფიზიოლოგიური. კიდევ უფრო არანორმალურ გარემოში რომ ნახოთ ვიდეოები რა ხდება ზოგ ამერიკულ შტატში, კატასტროფა ხდება. რატომ? იმიტომ რომ ხალხი ვიღაცამ დაიწყო ნარკოტიკთან ბრძოლა. ძალიან გაამკვეთეს ჰეროინთან ბრძოლა. ჰეროინთან ბრძოლამ გამოიწვია ფენტანილის ეპიდემია. ფენტანილთან ბრძოლამ გამოიწვია რაღაცა არ მახსოვს. თუ დაგუგლავთ, ნახავთ, აი ამ ტრანკვილიზატორების გამოყენება და ეს არის ვეტერინარიაში იყენებენ ამას ამ შემთხვევაში და საერთოდ კიდევ უფრო დერეგულირებულია ვიდრე ჩვეულებრივი ფარმაცევტიკა და ვინ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყო ეს ტრანკვილიზატორი, რომელსაც აი ცხენ შეიძლება გაუკეთო, მაგრამ ადამიანს რო უკეთებ, დიდი ალბათობით ვიდრე თავის თავს თუ უკეთეს, უბრალოდ თავის თავს კლავს. ანუ და ეხლა ამ ეტაპზე არიან ამერიკელები. ანუ სიამოვნებაში შეტოპილი აქვს სულ რაღაც ჯოჯოხეთში. და იმის ნაცვლად რომ ჩვენ ეს დავინახოთ, სადამდე მივიდა ეს ამბავი. და იმის ნაცვლად გავიაზროთ, რომ ჰეროინი, რომელიც იყიდება აფთიაქში ფარმაცევტის მიმართ, არ შექმნის არანაირი პრობლემას და იმაში რა ქვია, ფონიჭალაში რო იყიდება რაღაც, რომელიც ჰეროინს გავს. შეიძლება მოკლას ადამიანი და ხშირად კლავს კიდეც და ვეხვდებით, რომ რაც უფრო მეც აგზავნო, მით უფრო ფონიჭალა გამოგდით და მით უფრო ნაკლებად გამოგდის ფარმაცევტიკა და აფთიაქი. აი სანამ პრიმიტიულ რაღაცას ვერ მიხვდებით და ვერ მიხვდებით, რომ ნარკოდამოკიდებულება კი არ ჩდება, იმიტომ რომ ნარკოტიკებს იყენებს, იმიტომ რომ ადამიანს ცუდი ცხოვრება აქვს, ამიტომ უჩდება მას ნარკოდამოკიდებულება. მანამდე ეს გაუარესდება და ჩვენ შეიძლება ნახოთ უბრალოდ არ მოგვიწევს ამ პროგნოზები, ჩვენ ვიცით რა ხდება, აი შეხედეთ ამერიკაში რა ხდება და მიხვდებით რაც გველის ჩვენ, თუ ჩვენ ამ გზას დავადგებით. და რაც თავარია, უბრალოდ ყველაზე ამარზენი ამ ისტორიაში არიან ხალხი, რომელიც მოდიან და ამბობენ, რომ უნდა გავამკაცროთ სასჯელებიო. აი უბრალოდ აი გინებას კი არა, რა ვიცი რა უნდა უთხრას ადამიანს. პოლიტიკოსების არიან აი კონკურენტი პოლიტიკური ძალიდან, ხო? აი შეგიძლიათ აი ჩემი ყველაფერს იმსახურებენ, იმიტომ რომ აი სამუდამო პატიმრობით არის მაქსიმალური სასჯელი ნარკოტიკებზე ჩვენ ქვეყანაში. სამუდამო პატიმრობა რო გაქვს უკვე შემოღებული. ამისიქეთ რა უნდა გაამკაცრო? ხელფეხით მოაჭრა და ისე ჩასვა ციხეში თუ რა გინდა? თვალები ამოგლიჯოთ. ანუ სიამდვილეში წარმოიდგინეთ რომ
ტიპები რა უნამუსო აფერისტები არიან კარგ შემთხვევაში, იმიტომ რომ სულ შემთხვევაში ჩემი აზრით ისინი მოსყიდულები არიან ნარკომაფიის მიერ. ან მუშაობენ პოლიციაზე, რომელიცაც ასევე ნარკოტიკები არის ხალხის კონტროლის ინსტრუმენტი და სპეცსამსახურებზე, რომელიც ასევე ჩართულები არიან დიდი ალბათობით ნარკომაფიაში. აი რა უნამუსო აფერისტი უნდა იყო, რომ ქვეყანაში სადაც ნარკორეალიზაცია მაქსიმალური საჯელი სამუდამო პატიმრობა ამბობენ, რომ კიდე უნდა გავამკაცროთ. აი შენ ხდ იდიოტი არ ხარ და ამორალური იდიოტი არ ხარ, როგორ უნდა ითხოვდე ამას? მაგრამ ამას ითხოვენ და საზოგადოებაში არანაირი რეაქცია ამას არ მოყვება. კავი გასაგებია შენ ამოჩული სულელი იყოს და ეგონოს რაღაც არ იცოდეს. და უბრალოდ ეგონოს რომ რაღაცა გავამკაცრებ და ოკეი, მაგრამ სინამდვილეში ხო ადამიანი რომელიც ოდნავ საღაზეა, ხო მიხვდება რომ ეს არის გამოსავალი. ხო და აქედან გავინარე აი ასეთი მრავალფენოვანი მე ხა რაც როგორც შევძელი მაქსიმალურად სწრაფად რა ვიცი 1 საათზე მეტი კი დამჭირდა მრავალფენოვანი ამბავია რომელიც სადღაც არის ხალხის უცოდინრობა, სიტყვების არასწორი განმარტება, ნარკომაფია, გაყრდნილი და რაღაც კორუმპირებული პოლიცია, ხელისუფლება რომელიც ამ ყველაფერს ფარავს და იმიტომ თვითონ არის მათ ნარკოტიკების მოხმარებელი და შემდეგ ეს ყველაფერი რო წამოიდგინო ერთობლიობაში რა, საბოლოო ჯამში არის ის რა ქვია იმის მიზეზი თუ რა ხდება დღეს. და თავარი პრობლემა მე მაინც გონია რომ საბოლოო ჯამში არის ის რომ ჩვენ ნარკოტიკებზე როგორც სხვა ყველა თემაზე არ გვილაპარაკია. ისე და ისე არ გვილაპარაკია საერთოდ რა არის ეს, რა პრობლემა გვაქვს, რატომ გვაქვს შეზღუდვა, რატომ ასეთი შეზღუდვა, რატომ არა ისეთი შეზღუდვა. რით გასხვავდება სოკო ექსტაზისგან, ექსტაზი, რა ვიცი, ჰეროინისგან, ჰეროინი ალკოჰოლისგან, ალკოჰოლი თამბაქოსგან. ამაზე ხო არ გვილაპარაკია საზოგადოებაში და საზოგადოებაში თუ არ გვილაპარაკია, ადამიანს რო ეუბნები რომ LSD-ო, ადამიანს შეიძლება რაღაც საშინელი LSD და რაღაც სუდია, იმიტომ რომ არის LSD, მაგრამ ნუ რაღაც სუდია რა. შეიძლება წიგნი ქონდეს საკითხული და მე მაგათად LSD არ ქონდა გასინჯული, რა წიგნი ქონდა საკითხული და ვიცოდი რომ არაფერი სუდი ამაში არის, მაგრამ კაი, შენ წიგნი არ ქონდეს საკითხული, შეიძლება გასინჯული ქონდეს და ისე არაფერი სუდი არის. შეიძლება ვიღაცას ენდორო, მაგრამ ნუ აი წამოიგინეთ რომ უბრალოდ რა არაფერს შუაში არის რა, ანუ ადამიანები რომლებიც უბრალოდ გარტყვაში არიან რაზეა საუბარი, უბრალოდ რაღაც აბრევიატურას წაეკითხავენ და ნუ რა თამბაქო რო უთხრა არანერვიულდებიან, არაყი რო უთხრა არანერვიულდებიან და LSD რო უთხრა რაღაც საშინელებაო და სამუდამოდ პატიმრობაში გაუშვათ ადამიანები იტყვიან. აი ასეთი არაადეკვატურები ვართ ჩვენ ზოგადად საზოგადოებაში, ანუ ეს არაადეკვატურობა არის ერთი მხრივ უცოდინრობის შედეგი და მეორე მხრივ აი ამ გარყვნილი მოსყიდული პოლიტიკოსების, პოლიციელების თუ იმის რა ქვია ნარკო მაფიის ქმედებების შედეგია ეს ყველაფერი. ამიტომ ნუ რაღაც მომენტში გასაგებია რომ ჩვენ საზოგადოებაში ამას ვერ გადატეხავ ასე მარტივად. მაგრამ რაც თავარი პრობლემას თუ დავძლებთ და დავსკოთ ამაზე ლაპარაკს, მე მგონი ჩვენს გარდა ყველას ეშინია ამაზე ლაპარაკი საბოლოო ჯამში და ყველასთვის ეს ნარკოპოლიტიკა ეს რაღაც ესეთი რაც არ უნდა ილაპარაკო და თუ ლაპარაკობთ თქვა რომ გავამკაცროთ, დავსაჯოთ, ვებრძოლოთ და ყველას ეშინია რამე სერიოზული საუბარი ამაზე, როგორც ბევრ სხვა თემაზე. ევროპაზეც კი ვილაპარაკი, ევროპა რა არის საბოლოო ჯამში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ვინაიდან ეს მართლა ბევრი ადამიანის სიკვდილს იწვევს. ვინაიდან ეს ნარკოპოლიტიკა კლავს ადამიანებს, ხო უნდა დავფიქრდეთ, რომ ნარკოპოლიტიკა შეასწავლელია. ხო და როცა დავფიქრდებით და თუ მაგალითად მიზნად დავისახავთ, რომ ისეთი პოლიტიკა ჩამოვაყალიბოთ, რომ ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ. მაშინ უბრალოდ გარდაუვლად მიხვალთ შედეგამდე, რომ ნარკოტიკები უნდა იყოს ლეგალური. ხოლო თუ მიზანი იქნება ნარკოტიკების შეზღუდვა, ნუ მაშინ, რა ვიცი, უამრავი ადამიანის მოკლა შეიძლება. რაც უფრო მეტ შეზღუდავთ, რაც უფრო მეტ აკრძალავთ, მით უფრო მეტი ადამიანი დაეხოცება საბოლოო ჯამში. ეს არის რაც ჩვენ ვიცით, თუნდაც ამერიკის მაგალითზე და ჩვენი არჩევანი ახლა გავიმეოროთ სუდი მაგალითით, სუდი გამოცდილება გავიზიაროთ და ხალხი დავხოცოთ, თუ დავძაბოთ ჩვენ ინტელექტი, ჩვენ თავს უთხრათ, რომ ჩვენ შეგვიძლია აზროვნება და ჩვენს ადამიანები ვართ და უკეთესი წესები შევხვდათ. აი ამაზე დადის საბოლოო ჯამში ნარკოპოლიტიკის საკითხები, რომელიც დღეს ჩვენს იგივე არსებობს. ხო, ეს მინდოდა მე თქვა. კარგი. მე ხა ერთ რაღაცას კიდე ერთ გამოკითხვას გავაკეთებ. თქვენის ნებართვით ისევ ვკითხავთ ნარკოტიკები უნდა იყოს ლეგალური თუ აკრძალული. ხა დავწერა მკითხვებს. ლეგალური, აკრძალული.
მაინტერესებს როგორ შეიცვალა თქვენი აღქმა ამ ყველაფრის შემდეგ და რას აირჩევთ. ამასობაში მე გადავალ კითხვებზე, რომელიც თქვენ დასვით და ვეცდები გიპასუხოთ. და 77 ლაიქია ჩემ ლაივს. დიდი მადლობა 77 ადამიანს, 98 ადამიანი გიყურებს და არ დაგავიწყოთ დაალაიქოთ, იმიტომ რომ 100 ლაიქამდე რო ადის ლაივი, მე ასე ვთქვათ, შემდეგ ლაივს ვაგრძელებ. ამიტომ გამიხარდება თუ მოგეწონათ ჩემი ლაივი და ასე ვთქვათ, გინდათ რომ ის გაგრძელდეს. კარგი. მოდი დავიწყოთ კითხვებით. უბრალოდ მე ცოტა გადამიხდა აქ და შეიძლება რაღაც გამოვტოვა. მე და დიდი ბოდიში თქვენ თუ გამოვტოვე, მაგრამ შეგიძლიათ ეს კითხვები გაიმეოროთ. ადრე მოვისმინე, სადღაც ნარკოტიკი აკრძალული რომ არ ყოფილიყო, კასტრო კრიმინალი არ იქნებოდა და ამდენი ხალხიც არ დაიღუპებოდა. გონი შენ თქვი სანდრო სადღაც. კასტრო არ ვიცი რა შვაშია, მაგრამ ბევრი ნარკობარონი ვინც არსებობდა, ნამდვილად არ იქნებოდა კრიმინალი. უბრალოდ შეუძლია ფერმერი იყოს კრიმინალი. და მაინც ალ კაპონე იქნება ეს თუ ეს რა ქვია ვინ იყო კიდე ცნობილი ვინმე ესეთი კრიმინალური ლიდერი, იმიტომაც არსებობდნენ რაღაც აკრძალული იყო, რაღაც ისგან შოულობდნენ ფულს. რომ არ იყოს აკრძალული არ ყოფილიყო ალკოჰოლი აკრძალული, ალ კაპონეს არ იქნებოდა ალ კაპონე. რაღაც ესკობარი არ იქნებოდა ესკობარი თუ არ ყოფილიყო კოკაინი აკრძალული და ასე შემდეგ. რაღაც ტალიბები არ იქნებოდა პრობლემა რომ არ ყოფილიყო ჰეროინი აკრძალული და ასე. ჩამოდიოდი ეს რაღაცები რაღაც უცნაურ რაღაცას წერდა გავიგე. სანდრო, ფონზე ნახატი ჰერმანის არა ბართუმში ვარ სასტუმროში და უბრალოდ სასტუმროში კიდე ეს აზეა ვარ ანახატია, დიდად არც მომწონს, მაგრამ ნუ რაც არის, ეგ არის, ჩემი არ არის. ედიტებზე რო ხონდათ კონკურსი კიდია, რას ნიშნავს ედიტებზე? ანუ ვიდეოებზე თუ მეკითხები, კონკურსი კი, მე გვინ ზალაშია, ჩვეულებრივად შეგიძლიათ ამოჭრათ ჩვენი ნებისმიერი ვიდეო, დადოთ TikTok-ზე, YouTube-ზე ან Facebook-ზე და ყველაზე მეტი ნახვა რომელ ვიდეოსაც ექნება, იმას აქვს პრიზი. უბრალოდ თავისი page-ია, სადაც შეიძლება დალინკოთ, რომ მე ამდენი ნახვა ქონდა, იმიტომ რომ ზოგჯერ ვერ პოულობენ ხოლმე, მაგრამ ნუ თუ ვთქვათ კვირას საღამოს დალინკავთ, რომ მე ასეთი ვიდეო დავდე და მაქვს ვთქვათ 1000 ნახვა ან 20000 ნახვა და თუ სხვებს აჯობებ, მიიღებ ჯილდოს. და ბუნებრივია ვინც აორგანიზებს, ბექა ჩვენი მხარდამჭერი ვინც ამას გვეხმარება, ის უბრალოდ თვითონაც ეძებს ხოლმე კვირას ვიდეოებს და თვითონ შეიძლება უბრალოდ ყველა ვერ იპოვოს, რასაც პოვოს, იქიდან არჩევს საუკეთესო, მაგრამ თქვენ თუ გააგზავნით რაღაც links საიტზე კიდე page-ზე დალინკავთ, მიახსოვს ყურადღებას და ყოველ კვირას იდება ზუსტად ვინ მოიგო, ამიტომ გეცოდინება შეგიძლიათ თქვენ შეადაროთ თქვენივე ვიდეო იმას ვინც მოიგო, რომ რამე კითხვები თუ გექნებათ. ჩემი თავი გავაიგივე თაგვებთან. 3 დღეა ჩამოვედი გერმანიიდან და ყველას ვეუბნები რომ 2 დღე გავერთე ნარკოტიკები და დანარჩენი დღეები არც კი გამხსენებია. იმიტომ რომ ყველგან შემეძლო მეშოვნა. ვერაფერი ვერ გავიგე. ამ გერმანიაში? ოკეი, გერმანიაში მეტი ვერაფერი ვერ იპოვე, მაგრამ ოკეი. საბოლოოდ რატომ არის დღეს სოფლიოში ის წესი, სადაც ყავა, არაყი, ვისკი არ შეიძლება აკრძალვად მიიჩნეოდეს, თუმცა მარიხუანა საში ფსენად ითვლება. როცა გულის წამალ არასდროს თუდალევ ბევრად საშია. კი, ცხადია, წნევის წამალი ბევრად უფრო საში შეიძლება იყოს ვიდრე მარიხუანა, მაგრამ ნუ ეხლა იცვლება ეს წესი, ეხლა რაც უნდა თქვა, მარიხუანის შემთხვევაში იცვლება, უკვე რაღაც გერმანიაში ეხლა გახდა ლეგალური რაღაც ფაქტობრივად ევროპულ ქვეყანაში ლეგალურია იმ გაგებით, რომ ძალიან ახლოს არიან აქამდე, რომ ლეგალური გახდეს. ამერიკის ბევრ შტატშია ლეგალური და ნუ ეხლა შუა აზიაში და რაღაც ნეპალში და ასე ისეაც ლეგალური იყო, დე ფაქტო ლეგალური იყო, ანუ შეიძლება კანონზე აკრძალული იყო, მაგრამ დე ფაქტო ლეგალური იყო, ჩვეულებრივად ხალხი ხენებს. ანუ სინამდვილეში ძალიან გავრცელებული ამბავია და ამიტომ მე მგონი კანაფის შემთხვევაში გარდატეხა მალევე მოხდება. უბრალოდ ჩვენ როგორც ჩამოჩენილების ხარეს თუ იქნებით და ასე ვთქვათ, ამას გავაკეთებთ იმის შემდეგ, რაც ყველამ გააკეთა, ნუ ოკეი, ჩვენ ეს გავაკეთებინა ცოტა ადრე, ჩვენ ამაზე დიდ ფულსაც ვიშოვედით, აი წამოიგინეთ, რომ ეს რო არის სოფლის მეურნეობის წახალისების პროგრამები რო არსებობს, აი იქ რომ
იმას რო შეხედოთ და წამოიგეთ რომ კანაფი არის ლეგალური. ადამიანები ჩვეულებრივად უბრალოდ გამდიდრდებოდნენ, მილიონრები იქნებოდნენ, სასტუმროები გადატენილი იქნებოდა ტურისტებით და ასე შემდეგ. პლანტაციები გვექნებოდა და არა მარტო მოსაწევად უამრავი გამოყენება აქვს საბოლოო ჯამში კანაფს და მთელი ინდუსტრია აყვავდებოდა. მაგრამ ნუ აი ის კიდევ მივახციეთ რომ სამედიცინო კანაფი მაინც იყოს ლეგალური, იყოს უკრაინაშია, ან რა ვიცი, სომხეთშია. მე იმას არ ვამბობ რომ როგორც ზოგადად ლეგალური იყოს ისე როგორცაც გერმანიაშია ან ნიდერლანდებშია და ასე შემდეგ. ანუ მთელი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს მაინც მოხდება. ანუ არ არსებობს ეს აკრძალვა დიდხანს გაგრძელდეს. ნარკოტიკები მაინც ლეგალური იქნება. უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ გვიან და ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დავხაცოთ მანამდე, ან ადრე გავაკეთოთ, ბევრი ადამიანის სულ გადავარჩინოთ და თან ძალიან გამდიდრდეთ. ხო და ნუ აი მთელი არჩევანი ამაში დადის. ანუ თუ ჩვენი ამორჩელი აღმოჩნდა სულელი და ვერ მიხვდა რომ უბრალოდ ნარკოტიკები ლეგალური უნდა იყოს, მაშინ ნუ რავი, არ იქნება რა ლეგალური ახლო მომავალში. მე სოფლიო შესვლის წესრიგს, რა ვიცი, უამრავი ქვეყანა ევროპაში, ამერიკაში რაღაც საბოლოოდ მივიდნენ რომ კანაფი იქნება ლეგალური და მიხვდებიან რომ ჩვენთანაც შეიძლება იყოს ლეგალური. მე იქ მოხდება რაღაც სხვა ნარკოტიკები, ექსტაზი იქნება ლეგალური და რა ვიცი, ჩვეულებრივად ეხლა შეიძლება მარტივად ხელმისაწვდომია გერმანიაში მაგალითად, მაგრამ უბრალოდ ლეგალური გახდება და მე ჩვენთანაც გახდება, ანუ ჩვენ გვიანი იქნება იქ რაღაც ბოლოს რაღაც ჰეროინი გახდება ლეგალური, ჩვენთანაც გახდება. ანუ ჩვენ შეიძლება ვიყოთ მეოთხარისხოვან ქვეყანად წამოვიდგინოთ თავი და უბრალოდ დავაკოპიროთ ის, რაც იქ მაინც ადრე თუ გვიან მოხდება. იმიტომ რომ აი უბრალოდ უკვე ამერიკაში მინიმუმ ისეთ აბსურდამდე მივიდნენ, რომ ოდნა ვინმე რომ ხა დაძაბოს ინტელექტი, უბრალოდ სხვა პრობლემები აქვს წინა პლანზე წამოწეული, მაგრამ ოდნა ვინმე რომ დაძაბოს ტვინი, მიხვდება რომ ნარკოპოლიტიკაა დამნაშავე იმაში რაც ხდება და არა უშუალოდ რაღაც ფენტანილი ან ჰეროინი. ამიტომ, რა ვიცი, მე მგონი შედეგი მაინც ერთიგივე დადგება. გრძელვადიან ხო იცით, მაინც საბოლოო ჯამში მზე აფეთქდება და დედამიწა დაიწვება, ამიტომ შედეგი მაინც ერთიგივეა ბოლოში. უბრალოდ საკითხია ჩვენ ამ შედეგამდე რომ მივალთ, ვიწვალებთ და რაღაც დავხოსავთ ერთმანეთს და ასე მივალთ წამებაში და დაუკმაყოფილებელი რაღაც ემოციებით, სურვილებით და უბედური ცხოვრებით, ან ბედნიერი ცხოვრებით მივალთ და კარგად გავატარებთ ჩვენ ცხოვრებას და არ დავტანჯავთ ერთმანეთს, არ დავხოსავთ ერთმანეთს და ბედნიერები, ასე ვთქვათ, დავხვდებით მეორედ მოსვლას. ან ეს გზა გვექნება, ან ის გზა გვექნება. ყველა ვარიანტი საბოლოო ჯამში ჩვენი არჩევანია და რა გზასაც ავირჩევს, ის გვექნება საბოლოო ჯამში შედეგად. აქ რაღაც ერთმანეთში ლაპარაკობთ. სურათზე უკვე ვილაპარაკე. ჩამოვდივარ ქვემოთ. так, დალაიქეთო, კი ბატონო, დალაიქეთ, 88 ლაიქია და არ დაგავიწყდეთ დალაიქება. ბატონ სანდრო, ეს ყველაფერი ხალხს როგორ შევაგნებინოთ? გირჩი თუ 6%-ზე ნაკლებს აიღეს ამ ქვეყნიდან, რომ წავალ ფეხს არ შემოვადგა. მე მგონი რომ ჩვენ ამ შემთხვევაში სხვადასხვა ხო რა თქმა უნდა, ვისაც გაღელვებთ, არ დაგავიწყდეთ 26-ში მართლა არჩევნებზე წაყვიდეთ, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ბევრი ხარდაჭერი გვყავდეს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ხარდაჭერები წავიდნენ. და თუ იცნობთ მეგობარს, რომელიც არ გვიჭერს ხარს და მაინც მიდის არჩევნებზე, აუხსენით რომ უნდა დარჩეს სახლში და გადაარჩინოს ქვეყანა. მაგრამ საბოლოო ჯამში როგორ გითხრათ, ეს ხო უბრალოდ ლაპარაკის ამბავი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ადამიანი ოდნავ აზროვნებავისაც შეუძლია, გაიგებს რომ ნარკოტიკები უნდა იყოს ლეგალური, თუ ამაზე საკმარისად ვილაპარაკეთ. ანუ თუ ეს გახდება საზოგადოებრივი დისკუსიის საკითხი, გასაგები რომ ნარკომაფია და ხელისუფლება ყოველთვის მოისყიდის პოლიტიკოსებს, რომლებიც გამოვარდებიან და რაღაც იდიოტებს რომ ამბობენ, რომ ნარკობარიგები უნდა იჯდნენ ციხეში და გაუმკაცროს საჭიროებდა რაღაც. ასეთები სული იქნებიან, მაგრამ ჩვეულებრივ ღია დისკუსიაში მაინც მოუგებთ ამ ხალხს. იმიტომ რომ ჩვენ მხარეს იქნება საღად მოაზროვნე მოსახლეობა და დანარჩენი ადამიანები, ვისაც უბრალოდ არ აინტერესებდა ეს თემა და სტერეოტიპები ქონდა, რომ ნარკოტიკი ცუდად უნდა ეკრძალოს, ის რომ მოისმენს განსხვავებულ აზრს, ის თუ აზროვნება შეუძლია, ბუნებრივია მიხვდება რა და როგორ. მაგრამ თუ ამაზე საუბარი არ დაიწყო, გასაგებია ხო სასოციალისტიკური ადამიანი რომ არ არის შეხება არ აქვს ნარკოტიკებთან, ნუ რავი, რატომ უნდა იცოდეს რა არის LSD, რატომ უნდა იცოდეს რა არის ექსტაზი. არანაირი სავალდებულება არ აქვს. რაღაც LSD, რაღაც ექსტაზი, რაღაც ნარკოტიკი, როგორი უნდა იყოს, ალბათ უნდა აკრძალული იყოს. ეს იქნება სტანდარტული სტერეოტიპული პასუხი. და ამიტომაც ნარკოპოლიტიკა არ იცვლება. იმიტომ ჩვენი მიზანია ზოგადად, აი თუ რამე მიზანი არსებობს, დავიწყოთ ლაპარაკი. შეგვიძლია პლატფორმები, სადაც ხალხი ლაპარაკობს. არა მარტო ამაზე, ნებისმიერ სხვა თემაზე ხო ხვდებით, რომ იმას რა ქვია, ევროინტეგრაციაც საუბარია, გადასახადებზე უნდა ილაპარაკო,
ავიცი ჯანდაცვის პრობლემებზე უნდა ლაპარაკო, განათლების პრობლემაზე, ყველაფერზე სალაპარაკოა. ჩვენ უბრალოდ არაფერზე რომ არ ვლაპარაკობ და მთელი პოლიტიკოსები წარმოგიდგენთ, პოლიტიკოსები ყავს, რომელიც ამბობენ, რომ რამე კონკრეტულ თემაზე ლაპარაკი არ შეიძლება, რომ ეს ცუდია, რომ თურმე ამის დრო არის, არჩევნები გვაქვს ერთ თვეში და პრობლემის ლაპარაკი არ შეიძლება, რაღაც უნდა დაპირდე რუსული რეჟიმის დამარცხება და 1000 ლარიანი პენსია, თურმე ეს არის პოლიტიკა. და ილაპარაკო, იდებატო, განსხვავებული აზრი მოისმინო, განსხვავებული აზრი დაამარცხო, ეს არის პოლიტიკა თურმე. აი ესეთი მე ზოგადად ცუდი წარმოდგენის ვარ ამ ადამიანებზე და ალბათ თვითცენზურა ეხლა ბლოკავს ის თქვა რასაც ამ ხალხზე ვფიქრობ, მაგრამ ეს ხო ძალიან გავრცელებული არის ნარატივი და აი ამ ნარატივიდან უნდა გამოვიდეთ და დავიწყოთ ლაპარაკი. თუ ჩვენ ამას მივახცევთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ საღაზე ყოფი ადამიანები დავამარცხებთ იმ მოსყიდულ და იდიოტ პოლიტიკოსებს, რომელიც ამბობენ, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს გამკაცრებული. ვერ გავიგე, რას ამბობდი, თუთაშხი არ ფიქრობს. არქიფოს. ლაპარაკები ისე ხართ გირჩი და ხალხი. არ ვიცი, მე მგონია, რომ ჩვენ საბოლოო ხალხს გავაგებინებთ. გავაგებინებთ სადღაც. თავარია იყოს სივრცე, სადაც ამაზე ლაპარაკი შეიძლება. ჩემს ყოველ სასაცილოა, რომ ერთი მიღება დოზა დიდი ოდენობად გვაქვს გამოცხადებული და ერთი დოზისთვის ხალხს ბარიგობით ბრალდებით იჭერენ. ხო, ეს ძალიან ამბავი არის, ეს ამოგინდა, რომ ეს ჩვენ ის კონდა შეტანილი ამნისტია გამოლაგდა ლელო და მე მგონი გახარიები, ამიტომაც იმსახურებენ, რომ გაერთიანებული იყვნენ ეს სულელები. ხო და გამოლაგდნენ, რომ ნარკობარიგებს ამნისტირებას უკეთებენ და მართლა ამოგინათ, რომ ჩვენ შემთხვევაში მინიმალური დოზა, რომელზეც შეიძლება შედარებით ნაკლები სასჯელი იყოს, ერთ დოზაზე ნაკლებია. და ადამიანს თუ ერთი დოზა აქვს, რომელსაც ან 1-2 ტაბლეტია ექსტაზი აქვს, განსაკუთრებით დიდი ოდენობაში ჩადის. და ფაქტობრივად ადამიანმა შეიძლება რაღაც რამდენიმე ადამიანი თუ კლუბში მიდის საგულაოდ და ერთ ადამიანს აქვს ამ ხალხის ექსტაზი, შეიძლება სამუდამოდ ციხეში წავიდეს ამის გამო. ანუ არა და აბსურდს აქვს ადგილი, ანუ გადაწყობილი ექსტაზით საერთოდ რატომ უნდა იყოს აკრძალული, მაგრამ უბრალოდ რაღაცის გამო რაც ხალხი უნდა გაერთოს, მოც არაფერი განსაკუთრებული რაღაც საიშროებას არ წარმოადგენს და ყველა ვარიანტში უფრო ნაკლები მავნეა ვიდრე ალკოჰოლი, რომელიც ხალხმა შეიძლება იმ კლუბში დალიოს, ამის გამო სამუდამოდ ციხეში უშვება ადამიანებს. ეს უბრალოდ ადამიანები რო გაიგონ მართლა რაზეა საუბარი, უბრალოდ რო იცოდნენ ექსტაზი რა არის და რა ვიცი ოდენობა რა არის, უბრალოდ აი არავის აზრად არ მოვიდო ამის გამო, რა ვიცი ვიღაც ახალგაზრდა 20 წლის ბიჭი ციხეში გაუშვა სამუდამოდ. არასდროს ვერასდროს ვერ მოხარშავდნენ ასეთ სადისტები ადამიანები არიან ბუნებრივად. მაგრამ ნუ ხალხმა არ იცის რა არის და გონიათ რომ რაღაც 5 აბი უპოვე იმის რა ქვია ექსტაზის და ეს რაღაც საშინელება მოხდა, თუ ეს ნარკობარი გაყოფილა და ამიტომ უნდა ციხეში გაუშვა. აი ეს ამბავია რა. ლეგალიზაციის მნიშვნელობა არ ესმის ადამიანებს და აშინებთ, ამიტომ მგონია, სადაც ლეგალიზაციას ახსნით, ყველგან უნდა ახსნათ, რომ გულისხმობთ კერძოდ ფონიჭალა რომ აღარ იარსებებს და აფთიაქი ჩაანაცვლებს. ნუ დღესაც თქვი ეს ზოგადად ეს ამბავი, რომ გასაგები ხა სოკო აფთიაქთან არაფერ კავშირი არის. რა ვიცი, ანუ ის სოკო რომელსაც ნარკოტიკებში გადის, აფთიაქი რა შუაშია საერთოდ. მაგრამ გასაგები რომ ჰეროინი იქნება თუ რაღაცა, ალბათ ნუ აფთიაქში უნდა იყიდებოდეს. მაგრამ ზოგადად მე არ მგონია რომ ადამიანებს თვითონ სიტყვა ლეგალიზაცია აშიდებს. საბოლოოში ყველაფერი დადის გაუნათლებლობაზე, ინფორმაციის ნაკლებობაზე, გადის რაღაც შიშებზე, სტერეოტიპებზე და პირიქით რაღაც მომენტში ხა შეიძლება ძალიან ის შეხედო არჩევნებია ახლოს და რადოს ნარკოპოლიტიკა და რაღაც, მაგრამ რაღაც დონეზე ადამიანში უნდა გააღვიძო, რაღაც უნდა დისკომფორტი შეექმნა, უნდა დაძაბო, გააბრაზო, რომ დაძაბოს ტვინი. თუ ტვინი არ დაძაბა ადამიანმა ის ვერაფერს ვერ მიხვდება. ხო და შენ რო უბრალოდ ისეთ სიტყვას ელაპარაკი, რომელიც არ აღიზიანებს, ის სინამდვილეში არ ძაბავს ტვინს. და მაინც არ წამოყვება. ტვინი არ დაძაბა, ვერ გაიგო და ამიტომ რაღაცა შეიძლება, კაი, არ გააღიზიანე, ამიტომ ღიმლით გისმენდა, მაგრამ მაინც არ წამოყვება. პირიქით უნდა გააღიზიანო, უნდა რაღაც ისეთი უთხარო, აი შეიძლება აწყენინო კიდეც, მაგრამ მაშინ შანსი უჩნდება რომ ტვინს ჩართავს და ტვინს თუ ჩართავს მიხვდება რომ შენ მართალი იყევი და შენ წენასაც გაპატიებს და ზოგადად მადლობას მოგიხდის რომ აზზე მოიყვანე. მაგრამ თუ უბრალოდ იდიოტი არაფერი არ უშველის, მაგრამ თუ აი თავარი ამბავია ტვინი დაძაბოს.
ადამიანმა ტვინი უნდა დაძაბოს. თუ ტვინი არ დაძაბა, არაფერი არ გამოვა. ამიტომ, რა ვიცი, მე ზოგადად კი გეთანხმები ირმა, რომ რაღაც გაგებით ინდივიდუალური სიტყვები უნდა აორჩიო, რომელიც უფრო მოერგება, მაგრამ თლად არ გააღიზიანოს არის ხოლმე გამოსავალი. ძალიან ხშირად პირიქით უნდა გააღიზიანო, რაღაცა შეიძლება იმ მომენტში არ წამოყვეს, გაბრაზდეს, მაგრამ თუ ზოგადად შეუძლია ადამიანს აზროვნება, მე გავადრო და დაფიქრდება სახში, რაღაცას წაიკითხავს, რაღაცას ნახავს, სიტყვებს გადაიაზრებს და მეორჯერ რომ დაგიბრუნდება, შეიძლება სულ სხვანაირად გელაპარაკოს და უფრო მეტი გაიგოს. ოპს, გადავხდი. კი, შემდეგი 31 სტრიმი იქნება გირჩზე და რა გავაკეთეთ, მზად მაქვს სტატია დაწერილი და ბარემ მოვყვები და მე სადმე ფეიჯს დავდებთ. სანდრო, საბოლოოდ შენი აზრით ამ თემაზე მცდარი აზრის ქონა გავნაცვლობის შედეგია თუ დაბალი ინტელექტის? არა, დაბალი ინტელექტი საერთოდ ვერ იქნება ახსნა, იმიტომ რომ ადამიანთა ნაწილს ყოველთვის მაღალი ინტელექტი აქვს და მათ შორის ინტელექტი განვითარებული ინტელექტით შეიძლება ადამიანი უჭერდეს ხარს აკრძალოს, უბრალოდ იმიტომ რომ ამაზე არ უფიქრია. რა სტერეოტიპია წამოგინა რომ ადამიანში იყოს ძალიან მაგარი ანთროპოლოგი და რა ვიცი, გათხრებში იღებდეს მონაწილეობას და ძლებს რო იპოვის, დაადგინოს რა ჩიტის ძლებია ეს თუ ადამიანის თუ რაღაც. მაგრამ აზრად არ მოსვლო და ამ ადამიანს შეიძლება, რა ვიცი რა, რით განსხვავდება ექსტაზი ალკოჰოლისგან. და ან რა უბედურობა ეს ექსტაზი. შეიძლება კლუბში არც არ ყოფილა და ასე შემდეგ. ხო და ამიტომ მაგას ვერ მოსთხოვ, რომ შეიძლება ჭკვიანი ადამიანია, კაცო, პატიოსანი ადამიანია, ნორმალური ადამიანია, მაგრამ ну, რავი, რაღაც სტერეოტიპია მისული საზოგადოებაში, რომ ექსტაზი საშია და უნდა იყოს აკრძალული და ისიც ამას მიყვება, არ ძაბავს რა ტვინს. თორე რო დაძაბოს მიხვდება. ამიტომ ამბობ, რომ სიამდვილეში თავი ამოსან დაძაბო. მე არ მაქვს იმის იმედი, რომელსაც არც სოდნა აქვს და არც ინტელექტი. ისინი ვერ გაიგებს რაღაცას, რავი, ოკეი, ვერ გაიგებს, მე რა. მაგრამ დიდი ნაწილი ადამიანის სულიად ეს არის რაღაც ეს ხო არის კვანტური ფიზიკა ხო არის რომ რაღაც ძალიან პრიმიტიული რაღაცეებია. გასაგები რომ ჰეროინი ფონჭალაში უარესია ვიდრე ჰეროინი აფთიაქში. ყველგანში გასაგებია, ამას ხო საერთოდ არაფერი არ ჭირდება. მაგრამ უბრალოდ ამ ადამიანს უნდა მიწვდე, ამ ადამიანს უნდა დაანახო ამ პრობლემის აქტუალურობა, მნიშვნელობა, რომ ხალხი იხოცება, იმიტომ რომ ფონჭალაში ყიდულობს რაღაცას და იმიტომ რომ რაღაც კრიმინალურია და კრიმინალიზებულია და დასჯადია. ხალხი კვდება, იმიტომ რომ მაფია ამაზე ფულს აკეთებს და მე მაფია კიდე თავის მაფიოზურ რაღაცებს აკეთებს. ანუ ეს ძალიან ისეთი გასაგები ამბავია საბოლოო ჯამში. ამიტომ ზოგადად თუ რამე პრობლემა არის უსოდინრობა, ანუ ინფორმაციის ნაკლებობა. ეს არის თავარი წყარო ამ ყველაფერში. უბრალოდ როგორ შეცვალო ეს? ამის უჭირდება საზოგადოებრივი დისკუსია, რომელიც არ გვაქვს. ეს არის თავარი პრობლემა. მოსაწევს დიდი ხანია მოვიხმარ და ვიცი რაც არის ალბათ. ასე თუ ისე, სათამაშო ნამდვილად არ არის. მთელი უარყოფითი პროპაგანდა, რაც მიდის ხელს უწყობს ერთი რამე, ეს არის ჰიბრიდი. ჰიბრიდი ნამდვილად მავნეა. შენი აზრით, რატომ არის აკრძალული ფულს ვერ გავიგე საბოლოოდ რაღაცნაირად აზრის ჩამოყალიბება, მაგრამ ზოგადად არავის არ უთქვამს, რომ რაღაცა არის სასარგებლო. ალბათ აი მე ყავას ბევრს რო სვავ, მე საერთოდ თავს კარგად. რა ვიცი, შეიძლება ზედმეტად ნერვიული გავხდეთ და რაღაც. შაქარიც არის სასარგებლო და ბევრი რაღაც მავნეა ადამიანისთვის და არავინ არ ამბობს, რომ რაღაც სასარგებლო არის, მაგრამ ეს ადამიანის უფლებაა, როგორც უნდა ისე გაერთოს. ჩვენ რო ვერთობით, მაგალითად ადამიანი მაკდონალდსში წავა და ბიგ მაკს შეჭამს, ну რავი, ხა შეიძლება არ იყოს ეს სასარგებლო, მაგრამ ხო რა უგზალო ადამიანს, იმიტომ რომ ეს არის სასარგებლო. ამიტომ ადამიანი თუ ერთობა, მაგალითად იმით, რომ კლუბში წავიდა და ექსტაზი დალია, ამის გამო ხო არ უნდა დასაჯო, კაცო, ეს მისი საქმეა. აი, ოკეი, შეიძლება ეს არ იყოს ყველაზე ჯანსაღი ცხოვრების წესი ამ სამყაროში. ოკეი, რავი. ვიღაცა დარბის დილას, ვიღაცა კლუბში დადის, რა ვიცი. ყველა ასე ერთობის ერთობა. მაგრამ ეს უბრალოდ არ შეიძლება იყოს საფუძველი იმისა, რომ რაღაცა გზალო. ანუ თავისთავად გასაგებია, რომ რომც შევთავდეთ რაღაც ნივთიერება არის ჯანმრთელობისთვის კარგი. ოკეი, შევთავდეთ. მე რა, აქედან არაფერი არ გამომდინარეობს.
სანდრო 5-10-15. იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში არ მაწყობს მე ასეთი წესრიგი. რადგან თქვენ არ ვცვლით დღეს არაპირებს არავინ სხვა და გთხოვთ, ნუ განიხილოთ, რომ შეიძლება ბარიერი ვერ გადალახოთ. არა, მე ზოგადად დიდად არ ნერვიულობ იმაზე, რომ ბარიერი ვერ გადალახოთ. მე მგონი ყველაფერი მიუთითებს იმას, რომ ბარიერს გადალახავთ. ხო, მაგრამ რაც უფრო მეტი აქ ხო მარტო ბარიერის გადალახვაზე არის, მეტნი უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ მიზანი არა ბარიერის გადალახვა, არამედ იმდენი დეპუტატი გვყავდეს, რომ ჩვენს გარეშე პრემიერ-მინისტრი არ ინიშნებოდეს. ეს არის თავარი მიზანი და თუ ეს მივახციეთ, ნარკოპოლიტიკა გარანტირებულად შეიძლება. არასებობს ნარკოპოლიტიკა არ შეიძლება ჩვენ ქვეყანაში, ჩვენ თუ ზოგადად პოლიტიკაში გადამწყვეტი ხმა გვექნება. ბევრ სხვა რაღაცასთან ერთად, მაგრამ უბრალოდ მე არ წარმოვიდგენია, როგორ შეიძლება ჩვენ ვუყურებდეთ, როგორ ვხოცავთ ერთმანეთს ამ ნარკოპოლიტიკით და არ ვაქცევდეთ ამას ყურადღებას. გრიგოლს რაღაც პრობლემა აქვს, რომ პატრიარქის ეკლესიის ჯერა და ამას საღადმოაზროვნე ხალხი უნდა საქართველოში. რას ნიშნავს? მეც ეკლესია ძლიერი უნდა იყოს, მე გული მწყდება, რომ ეკლესია არის ძლიერი და მე არ მგონია, რომ 98% მოსახლეობის ეკლესიის ჯერა. ახლოსაც არის, მე გამიკვირდება, რომ 20% ჯეროდეს ეკლესიის. სინამდვილეში ჩვენ საზოგადოებაში არის სწორი პასუხები, როგორც ყველა საზოგადოებაში ჩვენ არ ვართ ამაში უნიკალური. მაგალითად ეკითხები, შენ მოგწონს პატრიარქი და ამაზე სწორი პასუხი არსებობს კი. ეს არნიშნავს, რომ ადამიანი მართლა ასე ფიქრობს. უბრალოდ იცი, რომ სწორი პასუხია კი, მე პატრიარქი მომწონს. მაგრამ რო კითხვა, შენ რამდენ შესწირავდი ეკლესიას ფულს? აი, აღარ დავაფინანსოთ ეკლესია. და უბრალოდ ხალხს ვთქვათ, წაი შენ შეწირებ ეკლესიას ფული. და დავაკვირდეთ მე რამდენი ადამიანი იქნება ისეთი, ვინც თავისი ნებით შეწირავს ფულს. აი, ეს იქნება ხალხი, რომელსაც მართლა ეკლესიის მიმართ რაღაც სიმპათიები აქვს და ეკლესიას მათ სამყაროში ავტორიტეტი გააჩნიათ და ბევრად ნაკლები იქნება 98%. გამიკვირდება, რომ 20% მაინც აღმოჩნდეს საზოგადოების. რაც ცუდია, ზოგადად მე მგონია, რომ ეკლესია უნდა იყოს ძლიერი საზოგადოებაში და მართლა თავის ძირითად ფუნქციას უნდა ასრულებდეს მორალური ავტორიტეტის, რომელსაც ახლა არ ასრულებს. მაგრამ ნუ რაც არის, ამიტომ მე საერთოდ არ მგონია, რომ ეკლესიას დიდი ავტორიტეტი ქონდეს ჩვენ საზოგადოებაში. გაგლოს ანიმაციები რო იყო შარშან ძალიან კარგი იყო და ამ თემებზე თუ გააკეთებ ძალიან ძვირიჯდებოდა ალექსანდრე და არა მარტო ძვირიჯდებოდა თავისით. ანუ ჩვენ ხო აი ჩვენ პატრა პარტია ვართ, სულ 25 ადამიანი ვართ. დამლაგებლიან აი ჩვენი ჩასვით. და ამ 25 კაცში აი სცენარს ჩვენ წერდით, მე და ბორისი წერდით მაგალითად, ბორის სოლომონია წერდით სცენარს ამ ვიდეოების. უმეტესწილად ბორისი აკეთებდა რაღაც იდეის დონეზე შევათანხმეთ, მე ბორისი აკეთებდა, მე გაგლო აკეთებდა ანიმაციას, მე ამას ათაჩერდა და უბრალოდ არ ქონდა დრო. არც მე, არც ბორის არ გვაქვს დრო, რომ ვიდეოების სცენარები წეროთ. ამასობაში ერთგვარად სადაც დავიქირავოთ სცენარისტი, მაგრამ სცენარისტი კი შეიძლება კარგი სცენარისტი ყოფილიყო, მაგრამ არ იყო გირჩელი. ანუ ჩვენებურად ვერ ხედავდა ამ ამბავს. აი რომელი ბანკის თემა უნდა ამეხსნა, მესწავლებინა მაგის ეკონომიკა და მე შეიძლება დაეწერა რამე სცენარი ენერგიულ ბანკზე. ამიტომ კი მე ძალიან მომწონდა ეს ვილმენის ვიდეოები, მაგრამ ნუ არ გამოდიოდა, ანუ არა მარტო ფულის ამბავი იყო საბოლოო ჯამში. რა ვიცი. ჩვენ არ გქონდა ამ შესაძლებლობა. თუ ბევრი ფული გვექნება და მე რამდენიმე ნიჭიერ სცენარის დავიქირავებ, მაშინ ბევრი სხვა ანიმაციაც გვექნება ამ დაგვარი. სანდრო გიჩმა აიღო 53%, როგორ დაიწყებ დილას. უირ ბედნიერი ვიქნები, წავალ პოლიტიკიდან. იმიტომ თუ გიჩმა 53% აიღო, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოება არის ჯანსაღი, ბედნიერი. ჩვენ საზოგადოებაში 53%-თან თუ დათვლით არჩევნებზე არ დადის, სადაც უმრავლესობა საღად მოაზროვნე ადამიანები არიან. და ეს ხალხი მიხედავს ამ ქვეყანას. მე შვიდად გავაგზავნებ ცხოვრებას ქვეყანაში, სადაც 53% გირჩელია. მე არ დავჭირდები პოლიტიკაში და ბედნიერად მიხედავ ჩემს ცხოვრებას სიამოვნებით, იმიტომ რომ პოლიტიკაზე ბევრად უფრო საინტერესო რაღაცებია ამ სამყაროში. თარობაში თუ მოხვალთ თქვენი კანონპროექტებს რა თანადროვით მიიღებთ. ნუ გაეშნია როგორ მოვალთ, იმიტომ რომ თარობაში ერთპარტიულად სავარაუდოდ ვერ ვიქნებით ამ არჩევნებზე და ამიტომ ვიღაცასთან კოალიცია მოგვიწევს. ამიტომ კოალიციური შეთანხმება განაპირობებს რა თანმიმდევრობა იქნება. პრიორიტეტების დონეზე პრივატიზაცია და სასამართლოა ბუნებრივია, მაგრამ აი ეს პრიორიტეტები თვითონ პრივატიზაციას და სასამართლოს და სხვა განზომილება აქვს. მაგალითად ამნისტიაც სადაც საჭიროა,
რაღაც პრივატიზაციის სხვა დონეებია, მაგალითად მიწისქვეშა რაც წიაღისეული ადამიანს რო დაუკავნო, ძალიან მარტივია, ძალიან მარტივი ცვლილებები ეჭირდება და შეიძლება უფრო მარტივად განხორციელდეს, ვიდრე მაგალითად ტყის პრივატიზაცია. ამიტომ ასე არის, რომ მე ხა პარლამენტში ვარ და რაღაც პრიორიტეტი მაქვს და ამას მივყვები, იმიტომ რომ მე თუ 10 დეპუტატი თუ ვარ პარლამენტში, ჩვენ კანონებს ვერ მივიღეთ 150-იან დეპუტატიან პარლამენტში. მაგრამ თუ ჩემი 10 ხმა დაჭირდა კოალიციას და მთავრობის რაღაც დაკომპლექტებას, მაშინ მომიწევს ვაჭრობა რომელიღაც პარტიასთან, ხოცებთან ან ნაცებთან. და აქედან გამომდინარე, გააჩნიას გამოვივაჭრებთ. და აი რასაც გამოვივაჭრებთ, ეს იქნება, ასე ვთქვათ, პრიორიტეტების განსაზღვრელი. ისე სხვადასხვის 100 ლაიქია, დიდი მადლობა 100 ლაიქისთვის, ესე იგი. 36 ლაივის მე ყოველში გავაკეთებდი, მაგრამ 37-ს ნამდვილად იქნება. აქ სად ვარ? მოცარტის ახალ სიმღერას მოусმინეთ, რა მოცარტის, არ ვიცი რაზეა საუბარი. სანდრო, მთელი თქვენი დიდებული იდეა ისაა, რომ ქართული ხალხი უნდა გამდიდრდეს და სამართლიანი სასამართლო აიღირსოს. მერე მიეცემა მაგის ფუფუნება, გაიაზროს ნარკო პრობლემას როგორ მოაგვარებს. არ არის თლად ასე. მე მგონია, რომ ჩვენ თუ აქამდე მივედით, რომ პრივატიზაციას ვაკეთებთ, სასამართლო რეფორმას ვაკეთებთ, ბუნებრივად ნარკოპოლიტიკას ეს ხო ნაბიჯები არის, რომ მთელი დღე ვზივარ და მარტო პრივატიზაციაზე საუბრობ, გავაკეთე პრივატიზაცია, მე სასამართლო, მე ანუ სინამდვილეში სხვა მიმართულებით მუშაობთ, ხო? აი მაგალითად, რო გადახედოთ პარლამენტში როგორ მუშაობდით, შეიძლება სფეროები ქონდა გაყოფილი. ჯანდაცვის და განათლების კომიტეტში ვახო იყო, მე ვიყავი საფინანსოში, იაგო იურიდიულ კომიტეტში იყო, საბო ევროინტეგრაციის, ანუ ჩვენ რაღაცნაირად გაყოფილი ქონდა, ამიტომ ვიღაცა მუშაობს ერთდროულად განათლებაზე და ნარკოპოლიტიკაზე შეიძლება იმუშაო და იქ სასამართლო რეფორმა მუშავდება, იქ პრივატიზაცია ეკეთება. ანუ ეს ხო პარალელური პროცესია. საერთოდ არ ნიშნავს რაღაც ტიპის ნარკოპოლიტიკა ძალიან მარტივად შეიძლება შეცვალო, როგორც ჩვენ შევცვალეთ სხვადასხვა ნარკოპოლიტიკა ამ პარლამენტშიც, როცა ნალაქსონი გახდა ლეგალური, ანუ რეცეპტის გარეშე შეიძლება იყიდოს. მე ამას მოყვები შემდეგში. შევცვალეთ, ანუ სხვა ნარკოპოლიტიკა გვაქვს ჩვენი დამსახურებით მათ შორის ამ ქვეყანაში 2022 წლიდან. და ამიტომ ასე არის, რომ მაინდამედ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიხვიდე. რაღაც პროცესი მაინც მივა და ჩვენ თუ იმხელა ძალაუფლება აქვს, რომ მთავრობაში ვართ, უამრავი კანონი შეიძლება, აი პატარ-პატარა რაღაც წვიმანები ავტომატურად მოხდება. მაგრამ რა თქმა უნდა, გენერალური ასე ვთქვათ, ხაზი, რომელიც თავარი არის, რომ ხალხს უნდა საკუთრება დაუბრუნოს, ჯერ რომ საკუთრება გქონდეს და საკუთრად თავის დაცვა უნდა შეძლოს სასამართლოში, თქვენ არაფერი არ გამოვა. სანდრო რეზერვების დარიგებას მუდის ავტორეჟიმი ჭირდება და მაგის გარეშე თუ გამოვა და რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთ დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან. არა, რეზერვები არ არის საჭირო, ანუ ზოგადად მონეტარულ პოლიტიკაში შეიძლება სავალუტო ინტერვენციების გარეშე განახორციელო. რომც დავთვალო, რომ ვინც აი ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს, რა ვიცი, იენაში ან დოლარში რეზერვები. ანუ მას შეუძლია დოლარი მიაწოდოს სხვა ცენტრალურ ბანკს, მაგრამ არ ჭირდება რა, დოლარები აქვს და თუ რეზერვები აქვს, ოქროს რეზერვები აქვს. ამიტომ მარტივად წარმოსადგენია, რომ ქვეყანას კონდეს არ კონდეს რეზერვები, ანუ ცენტრალურ ბანკს არ კონდეს რეზერვები. ამიტომ არანაირი პრობლემა არის, შეიძლება ზუსტად იგივე წესები გქონდეს, ისევ ცენტრალური ბანკი იყოს, ინფლაციაც კონდეს, ლარიც კონდეს ყველაფერი, მაგრამ უბრალოდ ეს არ ერეოდეს ცენტრალური ბანკი სავალუტო ბირჟაზე. ამიტომ რეზერვების დარიგება ძალიან მარტივი ოპერაციაა, რომელიც უბრალოდ რაღაც 1200 დოლარამდე გაგიჩენთ ჯიბეში და ეგ არის მთელი ამბავი, ჩემი საათი რაღაც ცუდად ირეკლავს. ნელა ფინიშისკენ წავალ და დავასრულებ, რა კითხვებით არის იმას უპასუხებ და ამით დავასრულებ. კაი, ეს არტფოლდ რაღაც ისეთი იყო. რატო არ აწეს ზურაბიშვილი ამნისტიას ხელს თქვენი არით? წარმოუდგენა არ მაქვს სანდროს ფოტოშურის. მე გაუგნებული ვარ მეც, იმიტომ რომ რაღაც ისეთი კანონპროექტი, რომელიც აი მოტივირებული უნდა იყოს სწრაფად მომაწერო. მე გამოლაგდა გახაროიდი ვისა, აქვია იმას, მეზრუშვილი და თქვა რომ ვეტო უნდა დაადოს, ანუ თუ ნათქვამი ქონდა ადრე აღმოს. ხო და ნუ მე არ მესმის ასეთი რაღაცების. მე არ მესმის სად არის ეს სადიზმი, როგორ არის დამავლი ადამიანებში, მე ხა მეზრუშვილზე საუბრობ. პრეზიდენტის ქცევა ჩემთვისაც აუხსნელია, იმიტომ რომ როგორც ხვდები, წინა ერთი კვირა გავიდა, რაც კანონპროექტი გადაგზავნილია. ანუ დღესაც შეძლო ხალხი გამოეშვათ ციხიდან გუშინაც.
და მე ვერ ხსნი ამას, დაველუბროთ ველოდები შიშით რომ მართლა ვეტო არ დაადოს, იმიტომ რომ მე ამას ვერ ახსნი, მე მგონი ეს იქნება რაღაც წარმოუდგენელი, მაგრამ მაინც რა ვიცი, ნუ თუ ხაზრაძეს და გახარიას ქორწინება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანების ციხიდან გამოშვება. მე ერთი ადამიანიც რო იყოს, მე გამონახავდი დროს და ხელს მოვაწერდი. მით უმეტეს თვითონ ხო არ აღზრდეთ დოკუმენტი ვუხთხა თანაშემწეს, რომ აი ხელი მინდა მოწრო რომ ამნისტიას და იმ წამსვე ერთ საათში ექნება ხელმოსაწერად დოკუმენტები მზად. ამიტომ არ ვიცი და ამიტომ ვერ გეტყვი რატომ ხდება ეს. მოდი დაველოდოთ იმედია მოვაწოს ხელს და არაფერი ისეთი არ მოხდება, რასაც ვიღაც იდიოტები ითხოვენ. კარგი, ამაზე კითხები ამოიწერა. მეორე გამოკითხვაში უფრო დამაჯერებლად იგებს ლეგალიზაცია, მაგრამ მიუხედავად ამისა 8% არის 93 ადამიანში, ვინც ამბობს, რომ უნდა იყოს აკრძალული ნარკოტიკები, ანუ ვიღაც რამდენიმე ადამიანი მაინც ვერ დავარწმუნე, რაც უბრალოდ, რა ვიცი, ოკეი, მე მესმის რომ შეიძლება ყველასი დამაჯერებელი არ იყო, მაგრამ მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მიყურებდა, ყველა იმ რაღაც 100 მეტ ადამიანს, ვინც დაალაიქა, ვინც გამოკითხვაში მიიღო მონაწილეობა, ვინც ტელევიზორში მიყურებს და პარასკევს შევხვდებით და მოგიყვებით რა გააკეთა გირშმა პარლამენტში ბოლო 3 წელიწად ნახევარში და ზოგადად ვიყავით დაკავებული, რომ საბოლოო ჯამში მიხვდეთ რითი უნდა იყოს დაკავებული პოლიტიკური პარტია იმ ხალხისგან განსხვავებით რომელსაც პოლიტიკოსები ქვია და პარტიები, მაგრამ რაღაც სხვა სპორტით არიან დაკავებული. დიდი მადლობა და შემდეგ შეხვედრამდე.